მაშ ასე დავიწყოთ ჩავარდნილი ბიუჯეტი და დაპირისპირება, რომელიც პიკს აღწევს. საკრებულოს უმრავლესობა მოითხოვს დედაქალაქის მთავრობის გადადგომას. მთავრობა კი ამბობს, რომ გადადგება თუ დეპუტატების მანდატებს დატოვებენ ისინი, ვინც ადრე ნაციონალური მოძრაობის წევრები იყვნენ და არჩევნების შემდეგ ქართულ ოცნებაში გადავიდნენ. სწორედ ასეთია ჩვენი დღევანდელი ინტერაქტივის შეკითხვაც, როგორ ფიქრობთ, უნდა დატოვონ თუ არა მანდატები ყოფილმა ნაციონალებმა, რომლებიც დღეს ყველაზე მწვავედ უპირისპირდებიან ყოფილ თანაგუნდელებს. ჩაერთეთ ინტერაქტივში, ზარი უფასოა, გამოგვიგზავნეთ თქვენი მოსაზრებები Facebook-ის გვერდზე, სახელწოდებით რეაქცია. ყველა მინუს ირაკლი შიხიაშვილი, ასეთია დღეს ჩვენი სტუდიის შემადგენლობა. საკრებულოს თავმჯდომარემ უარი განაცხადა, პასუხები გაეცა იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ დარბაზში სხედან და ვისთვისაც უმნიშვნელოვანესია ბიუჯეტის თემა, რომელიც პირდაპირ აისახება მათ ცხოვრებაზე. შიხიაშვილის უარი უკავშირდებოდა მის პირობას, რომ გადაცემა დაგვეგეგმა ისე, როგორც მას სურდა და არა ისე, როგორც ჩვენ თვლიდით საჭიროდ. მისი კატეგორიული მოთხოვნა იყო დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობა არ მიეღო მაგალითად თბილისის გადაყენებულ მერს გიგი უგულავას, რომელთანაც დებატს საკრებულოს თავმჯდომარე არჩევის დღიდან თავადვე ითხოვდა. დღეს ირაკლი შიხიაშვილი ამბობს, რომ არც ერთ გადაცემაში არ მივა, სადაც უგულავა იქნება. ეს მისი არჩევანია, ჩვენ კი მას შევახსენებთ, რომ გადაცემას ვგეგმავთ ჩვენ და არა პოლიტიკოსები. შევახსენებთ იმასაც, რომ თემა, რომელზეც დღეს ამ სტუდიაში დიდი დებატები შედგება, არაა უბრალოდ მორიგი პოლიტიკური დებატის თემა. ბიუჯეტის საკითხი პირველ რიგში იმ ხალხს აინტერესებს, ვისაც სოციალური და ჯანდაცვის პრობლემები აქვს, სანამ უმრავლესობა და უმცირესობა ერთმანეთთან დაპირისპირების დეტალებს გაარკვევს. ამ ადამიანებს დღეს თავადვე მოусმენთ. ისინი დარბაზში იმყოფებიან, ასე რომ შიხიაშვილმა არის სურვა ამ სტუდიიდან საკუთარი არგუმენტებით ეკამათა უგულავასთან. შესაბამისად შევეცდები მე მივიღო პასუხები იმ მთავარ კითხვებზე, რომელიც გადაყენებული მერის მისამართით გაჩნდა. ერთ-ერთი ბრალდება ასეთია, მთელ პროცესებს ბიუჯეტის ჩასავარდნად რეალურად ხელმძღვანელობს გიგი უგულავა. საღამო მშვიდობის მივესალმები ჩვენს დარბაზს, ვიდრე მე პირველ შეკითხვას დავუსვავ დედაქალაქის უკვე გადაყენებულ მერს. დიდი მადლობა, რომ იღებთ მონაწილეობას. ძალიან სერიოზული დარბაზი ყავს. თითქმის მთელი თბილისის მთელი მთავრობა, თავის გამგებლებით, დეპუტატებით, უმრავლესობა, უმცირესობა, მაგრამ რასაკვირველია, რეაქციისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი არიან ის ადამიანები, რომელთა ცხოვრებაზეც პირდაპირ აისახება პოლიტიკური პროცესები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ვითარდება. და მე მინდა, რომ პირველი შეკითხვა დაუსვა სტუდიაში ბატონ გოჩა კვიჟინაძეს, რომელსაც გვერდით უზის საკუთარი შვილი იოსებ კვიჟინაძე. და მე მინდა, რომ მას ვკითხო, როდესაც თქვენ უყურებთ დაპირისპირებას პოლიტიკურ ბანაკებს შორის, როდესაც თქვენ უყურებთ, რომ ერთი მხარე ულტიმატუმს აყენებს, მეორე მხარე ასევე ულტიმატუმს და ამ დროს გაქვთ უდიდესი პრობლემა თქვენ შვილთან დაკავშირებით. როგორია თქვენი რეაქცია და რა არის ეს რეაქცია? ცოტა ახლოს რომ მიიტანო. ჩემი პირველი ამოცანა არის, რომ რამე გზები მონახო შვილის სიცოცხლის შესანარჩუნებლად, რომ გაუკეთო ოპერაცია, რომელიც ძვირია 40,000 ევრო ჩდება ავსტრიაში, რომ წავიყვანონ და გაუკეთო და ესე იგი საკრებულო შემპირდა, რომ დაგეხმარებიო და ადრეც დაეხმარა საკრებულო თბილისის ბიუჯეტზე გაქვთ საუბარი თუ თბილისის ბიუჯეტზე თბილისის მერიაზე უფრო სწორედ დიახ ბერი ანდრიას ფონდს დაეხმარა ადრე რამოდენიმე ბავშვი წაიყვანეს და უნკურნალეს და გაუმჯობესეს ჯანმრთელობა და ახლა მე ვარ იგივე პრობლემის წინაშე. ჩემი შვილი ძალიან სერიოზული პრობლემით არის. ესაჭიროება ოპერაცია გადაუდებელი, თანაც რაც შეიძლება სწრაფად. ამ დროს ფული ეს ფული რო ვიშოვო, უნდა დამეხმაროს მერია. იყო შეპირებული, რომ ასეთ ბავშვებს, რომლებსაც რთული პრობლემები აქვთ და საჭიროებენ ოპერაციებს, დაეხმარებოდა, გადაურიცხავდა ამ გარკვეულ თანხას ალბათ. ხო და ამ შემთხვევაში უკვე მე ფულს ვერ შევულობ, რომ წავიყვანო შვილი და გაუკეთო ოპერაცია. ანუ თქვენ გექმნებათ პრობლემა, იმიტომ რომ ვერ მტკიცდება ბიუჯეტი. ზუსტად ეგ არის. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. მიშა ქავთარაძე იყო ერთ-ერთი დეპუტატი, რომელმაც გიგი უგულავას მისამართით ასეთი ბრალდება გააკეთა, ასეთი განცხადება, რომ სინამდვილეში ბიუჯეტის ჩავარდნისთვის მთელ ამ პროცესს ხელმძღვანელობს არა საკრებულოს უმცირესობა, არამედ დედაქალაქის უკვე
გადაყენებული მერი გიგი უგულავა. მე მინდა პირდაპირ ეთერში მივესალმო გიგი უგულავას. ძალიან დიდი მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ბატონო გიგი, თემა რომელზეც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, ამას გავიმეორებ ჩვენი მაყურებლისთვის. ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკური დაპირისპირების თემა და რიგითი დებატი. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემაა და ჩვენ აქ ადამიანები გვისხედან, ვისაც პირდაპირ ეხება ეს პრობლემა. ხელმძღვანელობს გიგი უგულავა მთელ ამ პროცესს, იმიტომ რომ ჩავარდეს ბიუჯეტი და ყველაფერი დაბრალდეს ახალ მთავრობას. რა სიტყვით? საღამომშვიდობისა, თქვენ საკმაოდ ცლად მიმოიხილეთ ეს პრობლემა და მე მგონი ადამიანი, რომელიც საუბრობდა, ყველაზე კარგად ასახავს ჩვენი საზოგადოების, თბილისელების განწყობას. თბილისელებს არაფერში არ ჭირდებათ ეს კინკლაობა და გულწრფელადაც გეტყვით, ალბათ დიდი უმრავლესობა ჩვენი მოსახლეობის ვერც ერკვევა ვისი ბრალია ეს ყველაფერი, მაგრამ ყველანი წუხართ და წუხს ამ შედეგით, რა შედეგით დადგა. მე მინდა უთხრა უმრავლესობას, რომ არც ერთი ბავშვის ცრემლი, არც ერთი ბავშვის გადადებული ოპერაცია, თუნდაც არც ერთი გაჩერებული პროექტი არ ღირს იმათ, რომ ჩვენ ვიკინკლაოთ ერთმანეთში და ვარკვიოთ ერთმანეთში ვარჩიოთ ტყვანი და მართალი. ორი აზრი არ არსებობს, რომ ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს, ორი აზრი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ის პროგრამები, რომელსაც უბრალოდ მერია ვერ ანხორციელებს, იმის გამო, რომ თუნდაც ის 1/12 ფარგლებში შეუძლებელია ამის განხორციელება, უნდა დაიძრას. და ძალიან ძნელია და შეუძლებელია კიდეც აუხსნათ ჩვენ საზოგადოებას, რომ იცით რა 3-4 თვის მერე იქნება არჩევნები, მოვა დაკომპლექტება ახალი უმრავლესობა და ვინ იქნება ეს ახალი უმრავლესობა, ამას მხოლოდ თბილისელები გადაწყვეტენ და შემდეგ მოგხედავთ თქვენ. აი საბოლოო ჯამში, რასაც ჩვენი საზოგადოება იღებს პასუხს და სამწუხაროდ ეს პასუხი მოდის უმრავლესობიდან, არის სწორედ ეს. მერიამ არ დააკლო ძალღონე იმისათვის, ჯერ კიდევ მაშინ მე არ ვიყავი უფლება შეჩერებული მერი, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბიუჯეტი დამტკიცებულიყო. პირველი ვარიანტი ბიუჯეტის შენიშვნებით, რომელიც გამოიგზავნა საკრებულოდან, ეს შენიშვნები იყო გათვალისწინებული. დეკემბერშივე 0.01%-თან ჰქონდა შენიშვნები წერილობით წარმოდგენილი და ძირითადი უმრავლესობა იყო გათვალისწინებული. შემდეგ ამას მოყვა ჩაგდება და პოლიტიკური განცხადებები. რატომ თქვენი აზრით, რას ფიქრობთ, რატომ? რაში აწყობს ახალი ხელისუფლების გუნდს, უმრავლესობას, რომ ბიუჯეტი ჩავარდეს და აი ეხლა როდესაც საუბრობდა ადამიანი, ასეთი მრავალი ადამიანი ხელისუფლებას გადაექცეს პრობლემად, ბატონო გიგი. ხომ არ ფიქრობთ, რომ ხალხი მართლა დაასკვნის, რომ ეს არის დიდი პოლიტიკური თამაში თქვენსა და იგივე ხელისუფლებას შორის, რომელიც სინამდვილეში არავინ არ ფიქრობს ხალხზე, იმიტომ რომ რაში აწყობდა ხელისუფლებას, რომ არ ქონოდა ქალაქს ბიუჯეტი და თუნდაც ბატონი სოსოს პრობლემა, რომ ბავშვი საოპერაციოა და მერია მას ვეღარ დაეხმარება. ასეთები ხო ბევრი გაჩნდებიან. მე ალბათ ვერ ვიმარჩიელებ, რაში აწყობს ხელისუფლებას ეს. მეცაც გეტყვით, წელიწად ნახევრის განმავლობაში ძალიან ბევრი ალოგიკური ნაბიჯი გადადგა ამ ხელისუფლებამ, რომელიც პირველ რიგში სუფთა პრაგმატულად რომ ვიმჯეროთ, მათ აზარალებს. თუნდაც ის მოლიერის ფრაზას ნაწარმოებს მოვიხმობ, იმ აღზევებული მდაბიოების აღზევება, რომელსაც თუნდაც თბილისის თუ ნებისმიერი სხვა რაიონების საკრებულოში ვხედავთ. ვის უწოდებთ აღზევებულ მდაბიოებს? ვის უწოდებთ აღზევებულ მდაბიოებს? მე მგონი საზოგადოება ამას თვითონ მიხვდება, ვისაც კი ეს ნაწარმოები წაკითხული აქვს და ნაწარმოების წაკითხვა არც სჭირდება. ვისაც არ აქვს წაკითხული, იქნებ დამიკონკრეტოთ, ვის უწოდებთ აღზევებულ მდაბიოებს? ბევრს ეს თავის სახეზე აწერია. რაც შეეხება, მე მართლა არ მინდა ისევ შევიდე ამ დაპირისპირებას, მე მართლა არ მესმის მიზანი, თუ მიზანი მართლა ეს არის ცენტრალური მთავრობის ივანიშვილის და ღარიბაშვილის, რომ არჩევნების წინ მთლიანად დაშალოს თვითმმართველობა და ამის შიში აქვს, რომ სადღაც ოპოზიცია არის მოკალათებული და
ამ ხელმთავრობას ერთ უწყებაში მოკალათებული ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსების ეშინია, ეს უბრალოდ იმხელა დიდი ფობიაა, რომ ეს ძალიან რთულად ქონია ესე იგი საქმე ქვეყანაში, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ როგორც ჩანს, ყველაფერი მიიღავთ აქეთკენ, რომ არჩევნების წინ დაშალონ თვითმმართველობა, დაშალონ საკრებულო, დაშალონ მერიის შემადგენლობა და მე მინდა შეგახსენოთ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიში უკაცრავად არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მთავრობის გადაყენება მხოლოდ ნეგატიურად შეიძლება შეფასდეს. ასეთი არის დასკვნაში ფორმულირება, მაგრამ მე კიდევ ერთხელ მინდა უკაცრავად დაუბრუნდე თემას. დაბიოები აღზევებული, ეს ხო ის ადამიანები არიან, ვიზეც თქვენ საუბრობთ, ვინც თქვენ თავადვე შეიყვანეთ საკრებულოში, ვინც თქვენივე პარტიის ბირთვს წარმოადგენდეთ და ვიზეც არაერთი ხმამაღალი განცხადება გიკეთებიათ პირადად თქვენ, როცა მათი საარჩევნო პროცესი მიდიოდა. მაშინ კარგები იყვნენ ესენი და ეხლა გახდნენ ხალხის მტრები და ცუდები? მე არ ვიძახი, რომ მაშინ კარგები იყვნენ და ეს ცუდები. მე ბევრი პრეტენზია მომისმენია, მათ შორის ძალიან ბევრი დაუსაბუთებელი, თუმცა ეს არის ის პრეტენზია, რომელსაც ვიღებ, რომელსაც თუ რამეზე ვნანობ, რა თქმა უნდა ვნანობ, იმიტომ რომ ბევრ მათგანს მე გავუხსენი პოლიტიკაში კარი, ან მე ვერ შევძელი პრევენცია მომეხდინა. ეს პრობლემაა ბუნებრივია და სწორედ ამის გამო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ წააგო თავის დროზე, სწორედ ეს არის, იმიტომ რომ ხელისუფლებაში საერთოდ პოლიტიკაში დაუწერელი აქსიომა არსებობს, როცა ხარ ოპოზიციაში, ძირითადად ერთმა ძველმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ როცა ხარ ოპოზიციაში, როგორც წესი, უფრო გიჟები გეწებებია და როცა ხარ ხელისუფლებაში, საშოვარზე მოსული ნაძირალები ძალიან ბევრი მოგეწებება. როგორც ჩანს, ესეთი რამე გარდაუვალია და სწორედ ამან განაპირობა მათ შორის ერთ-ერთი ის პრობლემა, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას დაუდგა და რომელიც გამოც სრულიად სამართლიანად ვიტყოდი 1 ოქტომბერს დაისაჯა. მაგრამ მე არ ვაპირებ წარსულზე საუბარს, მე საბოლოო ჯამში მაინც მიმაჩნია, რომ ჩვენ საერთო ენა უნდა გამოვნახოთ, არა იმიტომ რომ ერთმანეთი მოგწონს, არა, ჩვენ შორის ძალიან დიდი განსხვავებაა, მათ შორის ემოციურ დონეზე და შეუძლებელი იქნება რაიმე საერთო ენის გამონახვა. მაგრამ ჩვენ საერთო ენა უნდა გამოვნახოთ აი სწორედ იმ პატარა ბავშვის გამო, რომელსაც დღეს დახმარება ჭირდება. ჩვენ საერთო ენა უნდა გამოვნახოთ სწორედ იმის გამო, რომ თბილისში გაჩერებული პროექტები დაიძრას. ჩვენ საერთო ენა უნდა გამოვნახოთ იმის გამო, რომ შევძლოთ ტრანსპორტის გაუმჯობესება და შევიძინოთ ახალი ავტობუსები. ჩვენ საერთო ენა ბოლო-ბოლო იმიტომ უნდა გამოვნახოთ, რომ რაც გაკეთებულა ამდენი ის მაინც არ გაფუჭდეს და თუნდაც მერე მომავალმა საკრებულომ და მომავალმა მერიამ და ვინცაც აირჩევს თბილისელები იმან განსაზღვროს პრიორიტეტები 5 თვის შემდეგ. აი ეს არის მთავარი დღეს ჩემთვის და მე მიმაჩნია რომ სწორედ ამის გამო და არა იმის გამო რომ ჩვენ ოდესღაც ან ერთად ვიყავით და ან არასდროს ერთად არ ვიქნებით. ეს არის მთავარია რომ ჩვენ გამოვნახოთ საერთო ენა და ერთ ბავშვის ცრემლად არ ღირს მთელი ჩვენი პოლიტიკური დაპირისპირება. ის რასაც ბოლო 3 თვის განმავლობაში სამწუხაროდ ჩვენ ვაკვირდებით. თუმცა მე ისევ მინდა დაგისვათ ასეთი კითხვა, ბიუჯეტი რომელიც თუნდაც შესწორებული და ეხლა ვიდრე მე გადავალ დარბაზთან, თუნდაც შესწორებული და ისევ ეხლა არ დამტკიცებული, მერიის მხრიდან შევიდა საკრებულოში, ოპოზიცია, თქვენი ოპონენტები ამბობენ რომ არის სწორედ მიზანმიმართული წინასწარვე იმისთვის რომ არ შესრულდეს, იმიტომ რომ არარეალური არის გათვლები და იმიტომ რომ არჩევნების წინ ქართულ ოცნებას ხალხმა აღარ მისცეს ხმა. მე მაქვს ერთი კონკრეტული კითხვა. დარბაზში უკმაყოფილება ისმოდა, როდესაც თქვენ საუბრობდით და მითხრეს რომ შეახსენე რომ ის ბრალდებული მერიაო. მე მინდა შეგახსენოთ, უკაცრავად ერთი წუთით მე მიმყავს გადაცემა და ჩვენა გვექნება დღეს ძალიან ცხარე დებატები. ამიტომ მოდით მე წავიყვან გადაცემას, მე წავიყვან ბატონო მიშა გადაცემას, მომეცითნება და მე მინდა ასეთი კითხვა დაგისვათ. მერი რომელსაც აქვს ბრალდებები წაყენებული, მერი რომელიც სასამართლო პროცესებს ხედავ ჩვენ თითქმის ყოველ დღე გამოშვებით, აპირებს თუ არა ისე ვიყაროს კენჭი, გადაწყვიტა თუ არა საბოლოოდ ნაციონალურმა მოძრაობამ რომ თქვენ იქნებით მათი მერობის კანდიდატი. ბრალდებებზე მე დღეს არ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი ბრალდება გვინახია პროკურატურის, რომელიც ხმაური დაწყებულა და შემდეგ საქმის ბუშტივით გაქრა. სამწუხაროდ, ერთი წუთით უკაცრავად. სამწუხაროდ, მე მინდა შეგახსენოთ, უკაცრავად.
ამ ბატონებს წარმოდგენა არ აქვს უდანაშაულობის პრეზუმპციასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მე რა თქმა უნდა არ ვაპირებ მათ გავცე პასუხი, რაც შეეხება ჩემ პირად გეგმებს. მე 1 მარტს, როდესაც ჩატარდება ნაციონალური მოძრაობის თბილისის ყრილობა, ვაპირებ ვიყარო კენჭი თბილისის პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე, რაც შეეხება დანარჩენ ჩემს გეგმებს პოლიტიკაში და ჩემს პოლიტიკურ გეგმებს, ამაზე უკვე სწორედ 1 მარტს ვისაუბრებ საჯაროდ და შესაბამისად საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი ჩემ პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით. კი ბატონო, დიახ, ძალიან და უნდა დავასრულო საუბარი, დიახ. შეიძლება ეს საკითხი ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ეხება ჩვენს განსახილველ საკითხს, მაგრამ მე მინდა ერთ ძალიან კონკრეტულ და საგანგაშო საკითხთან დაკავშირებით გავაკეთო განცხადება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ უახლოესი 1 კვირის განმავლობაში სასამართლომ უნდა გამოიტანოს საბოლოო განაჩენი მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის ბრალთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით როგორც ჩანს მთავრობა ძალიან და პროკურატურა ნერვიულობს, არ იცის რა წინასწარ როგორი შეიძლება იყოს განაჩენი, ამიტომ დაიწყეს სასტრაფოდ ახალი ბრალის შეთითხოვნა. ამ ბრალის შეთითოვნაში პირადად არის ჩართული ცენტრალური მთავრობა, კერძოდ ღარიბაშვილი და მან არაერთხელ დააანონსა მათ შორის ის გაუგებარი სიურპრიზები, რომელსაც თითქოს ის ჩვენ გვთავაზობთ. კონკრეტულად საქმე ეხება თბილისში ჩატარებულ გდანში უკვე სპეცოპერაციას, სადაც ოთანაძე ეს ცნობილი სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც ერთი მეამბოხე დაიღუპა, ხოლო მეორე დაიჭრა. პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას სრულიად გაუგებარი მიმართულებით, იქ ასფალტიც კი გათხარეს და ეძებენ გილზებს და მათ აქვთ შეკვეთა მიცემული გამომძიებლებზე, რომ გივი თარგამაძე გაასაღონ როგორც თითქოს ადამიანი, რომელმაც ოთანაძეს დაუშინა ტყვეები. მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, იმიტომ რომ იმ მომენტში, როდესაც იმ მომენტში მეც ვიყავი იქ და სხვათა შორის პროკურატურა არ ამგონი რომ ჩემ დროს ზოგავდეს, თუ მათ რეალური სიმართლე აინტერესებს, მაშინ მეც დამიძახებდნენ დაკითხვაზე, რაც არაერთხელ გავუკეთებდი. გივი თარგამაძეს არათუ იქ იარაღი არ უსვია და საერთოდ იარაღი არ ჭერია. გივი თარგამაძემ სწორედ გადაარჩინა და ბოლომდე მიყვა საავადმყოფომდე და გივი თარგამაძემ გადაარჩინა ეს ადამიანი. მე შემიძლია დავადასტურო პროკურატურის წინაშე, მე შემიძლია დავადასტურო სასამართლოს წინაშე და მე შემიძლია, მაგრამ აქ ჩვენ საქმე გვაქვს სულ სხვა რამესთან, როგორც ჩანს ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს ხელახლა შეთითხროს და მთელი წინასაარჩევნო პერიოდი აი ამ სიბინძურით გაატაროს, რაც არაერთხელ გაუკეთებია მას. როგორც ჩანს გადაწყვეტილი არა ნორმალური, ცივილური ერთმანეთის იდეების ოპონირებაზე დაფუძნებული არჩევნების ჩატარება, არამედ ტალახის სროლა. მე წინასწარ შემიძლია უთხრა მათ, რომ მათ ეს არ გამოვათ და ეს საქმე, ისევე როგორც სხვა ბევრი საქმე, წყალში საპნის ბუშტივით გაუსკდება. დიდი მადლობა. ეს იყო გიგი უგულავა, მე მადლობას გიხდით, რომ მიიღეთ მონაწილეობა გადაცემაში, არ ვიცი წეგან გესმოდა თუ არა, უბრალოდ რეპლიკის სახით აქ ამ სტუდიაში, როდესაც მუხროვანის თემას განვიხილავდით, თქვენზე იყო სწორედ ბრალდება, რომ გიგი უგულავაც იქ იყო კონკრეტულად ერთ-ერთმა დაჭრილმა, თქვა ბატონ გიგი. მე არ ვსაუბრობ მუხროვანზე, მე მუხროვანზე არ ვსაუბრობ, მე ვსაუბრობ 20 მაისს თუ არ ვწდები, უკვე თბილისში მომხდარ სპეცოპერაციაზე, მუხროვანთან ამას იღები კავშირი ბუნებრივია აქვს, მაგრამ არა მუხროვანზე, არამედ მეორე უკვე თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, სადაც ამბოხში ეჭვმიტანილი ერთი ლიკვიდაცია მოხდა, ხოლო მეორე დაიჭრა. სწორედ ამაზე ვსაუბრობ, რომ მიდის შეგნებული გაყალბება იმისათვის, რომ პოლიტიკურ ოპონენტს მორიგი ტალახი მიასხან წინასაარჩევნო. დიდი მადლობა ბატონ გიგი, ეს იყო გიგი უგულავა, თბილისის ყოფილი მერი, მე მას მადლობას გადაუხდი, რომ მიიღო გადაცემაში მონაწილეობა. მე მოგცემთ ეხლავე სიტყვას. აიღეთ მიკროფონი ხელში უკაცრავად. გადაცემაში კითხვას დავსვავ მე და გადმოვალ ცოტა ხანში თქვენთან შეკითხვით. მაშინ ეს იყო გიგი უგულავა, თქვენ მოისმინეთ მისი განცხადება, აპირებს თუ არა ნაციონალური მოძრაობა, რომ დედაქალაქის მერის პოსტზე კვლავ კენჭი იყაროს ყოფილმა მერმა. მე გადმოვდივარ სტუდიაში ჩვენ სტუმრებთან. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ემოციურები იყავით.
თუმცა გადაცემის წაყვანა უნდა მაცადოთ, მე მესმის რომ დღეს ძალიან ცხარე იქნება დებატები. რა გნებავთ? ძანეთ და გავაგრძელებ გადაცემას. მოგესალმებით, მივესალმები ტელემაყურებელს. აი ეს წუთი არის დაამთავრა თავისი გამოსვლა 4 წლის განმავლობაში, მინიმუმ 4 წლის განმავლობაში თბილისის ბიუჯეტის ქურდმა კაცმა კორექტულად მიგეცა ჩენიშნა ნაძირლებს რო იძახდა. მე ჩენიშნას არ ვაძლევ, მე ვსვავ კითხვებს. ერთი წუთი, ძალიან გთხოვ, მე ამის სრული უფლება მაქვს. სრული უფლება მაქვს და ეხლა მოგახსენებთ ყველაფერს. ეს ადამიანი არის ბრალდებული პირადად გიგი უგულავა ბიუჯეტიდან მინიმუმ 50 მილიონი ლარის მოპარვაზე და გაფლანგვაზე. ეს ერთი. მე პირადად მაქვს კითხვა ბატონ უგულავასთან და ეს იცის აქ სხდომა ჩემო ერთი წუთი უგულავას მთელი გუნდი ერთი წუთი ქალბატონო იგა აქ ზიან ჩემი მეგობრები მათ შორის ბატონი მამუკა ახვლედიანი რომელმაც დავიდან ბოლომდე იცის ეს ყველაფერი ჩემგან იცის პირადად აქ არის ბატონი ნიკა ბაჩილავა ჩემი კოლეგა ირაკლი დვალი ჩემი მეგობარი და ძმათნაფიცი მინდა პირდაპირ იცოდეს საზოგადოებამ და რამდენიმე დეპუტატი რომლებმაც ზუსტად იციან რის გამო მე პირადად ბესო ბენდელიანმა დავტოვე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ვაფიქსირებ არასოდეს ჩემი სიცოცხლის განმავლობაში არც ერთი პარტიის წევრი არ ყოფილვარ მათ შორის გპირდებით აი აქ თქვენს ეთერში არასოდეს არ ვიქნები მე არც ერთი პარტიის წევრი არასოდეს თქვათ არასოდეს პირადი გამოცდილება მე ჩემი სიტყვების პასუხისმგებელი ვარ ქალბატონო იგა თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე რა პირდაპირ მქონდა საუბარი ბატონ გიგი უგულავასთან როგორ იგეგმებოდა 2012 წელს ერთ ღამით სპეცოპერაცია თბილისში და ეს მან ჩემთან პრივატულ პირად საუბარში დაადასტურა და ამის შესახებ ჩემმა კოლეგებმა იციან ერთი წუთი მოკლედ უნდა ვისაუბროთ რამდენი ადამიანია და ყველას მივცეთ ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი ეს ადამიანი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ მე მზად ვარ დაინტერესების შემთხვევაში კონკრეტული 400 ხეობელ ბიჭთან ერთად მებრძოლთან ერთად ეს ბიჭები ყველანი აქვე არიან წეროვანში გორში ქარელში შორს არ არიან 400 კაცია ყველა არის ავღანეთ კოსოვო და ერაყ მოვლენილი რა სპეცოპერაციაზე საუბრობთ ეს კითხე ეს დამისვით მე პირადად მასთან დავსვით და არ ვიცი მე როდესაც შევთავაზე გადაცემის დაგეგმვისას პასუხი იყო ასეთი რომ იმ გადაცემაში სადაც მონაწილეობს უგულავა არც შიხიაშვილი და არც მისი გუნდი არაპირებს მასთან დებატს მე უნდა ვთქვა ეხლა რატომ ვიცავდი ამ ძალიან კარგად იცის რა მოხდა ქარვასლაში ძალიან კარგად იცის რა მოხდა ქარვასლაში ეს დაინახა მთელმა თბილისმა გიგი უგულავას მიმართ ჩემი დამოკიდებულება იცოდეს სადაც არ უნდა ეხლა ვეგა კი ბატონო დაასრულე თუ უკაცრავად ძალიან ბატონო ბესო ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო აქ შედან ადამიანები რომლებსაც პირდაპირ არა უნდა დაასრულოთ ბიუჯეტს მან ამ სანამ უგულავას ქურდი უგულავას ბიუჯეტის ქურდი უგულავას მთავრობა რომელიც დღეს არსებობს თბილისში და ლეგიტიმურია ამათ ვერავითარ შემთხვევაში ხელში ვერ ჩაუგდებთ მოსაპარად ამ ბიუჯეტს. ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა რომ უგულავას გუნდს გადავცე მიკროფონი, არ ვიცი ვინმეს ექნება თუ არა პასუხისგაცემის სურვილი და შემდეგი სტუმრები ქალბატონი მარიკა დათუკიშვილი ითხოვს სიტყვას და შემდეგ უკვე სტუდიაში მოვიწვევ ჩვენ სტუმრებს მაგიდასთან გისმენთ ქალბატონო მარიკა. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს. უდანაშაულობის პრეზუმპცია არსებობს, მინდა შევახსენო ქართული ოცნების უმრავლესობას საკრებულოდან და ბრალდებულის შემთხვევას და ბრალდებულის საკითხს გადაწყვეტს მიუკერძოებელი სასამართლო და არა ამ სტუდიაში პოლიტიკოსების კიდურების ქნება. კარგით, მოდი დაუბრუნდეთ თემას. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, თემა რომელზეც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის თბილისის ბიუჯეტი, რომელიც ეხება აი ამ ადამიანებს, ვინც აქ შედან და მათ აინტერესებს. ორივე მხარემ გასცეს მათ პასუხი, როდის დამტკიცდება ბიუჯეტი და კონკრეტულად მათ ცხოვრებაზე, როდის აისახება. მე მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი სტუმრები, შემდეგი სტუმრები სტუდიაში. ძალიან გთხოვთ, თუ შეიძლება ნაციონალური მოძრაობიდან ნიკა მელია ზაზა გაბუნია უმრავლესობიდან სახელმწიფოების დიდი მადლობა მამუკა ახვლედიანი ნაციონალური მოძრაობა ჯაბა სამუშია უმრავლესობა სახელმწიფოების
თამაშ შოშიაშვილი უმცირესობა, გიორგი მუსხელიშვილი უმრავლესობა. თუ შეიძლება მივესალმოთ ჩვენ სტუმრებს და მე მინდა რომ ხოლო დაუბრუნდეთ თემას, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე შემიძლია გავაგზავნო ძალიან დიდხანს საუბარი დავუშვათ პოლიტიკური მიმართულებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის უბრალოდ რიგითი დებატების თემა. მინდა დავსვა პირველი კითხვა. ზაზა გაბუნია იყო ის დეპუტატი, რომელმაც გააკეთა განცხადება მთელი მგუნთან ერთად უმრავლესობის, რომ გიგი უგულავა და მისი გუნდი რეალურად ცდილობენ, რომ არჩევნების წინ ჩავარდეს ბიუჯეტი, არ შესრულდეს დანაპირები და არჩევნების წინ პრობლემა შეექმნას ხელისუფლებას ამ მომრჩეველთან. გისმენთ? პირველ რიგში მე მინდა მოგესალმოთ, მივესალმო აუდიტორიას, როგორც დარბაზში, ასევე ტელემაყურებლებს. სანამ თქვენს შეკითხვას პირდაპირ უპასუხებ, ქალბატონო ინგა, მე მინდა გამოვეხმაურო სახელწოდებას გადაცემის, ასევე თემას, ფრაზას, რომელიც ისმოდა ანონსში გადაცემის, თითქოს ეს არის ბრძოლა სკამებისთვის. რა თქმა უნდა, მე შევაფასებ ამას, თუ კი რა თქმა უნდა ზედაპირულად შევხედავთ ნებისმიერი პოლიტიკური უთანხმოება შეიძლება მოინათლოს სკამებისთვის ბრძოლად, თუ კი ზედაპირულად შევხედავთ, არადა ამის მიღმა დგას ძალიან საფუძვლიანი მიზეზები ამ ბრძოლის მიღმა. მე გახლავართ და ჩვენ გახლავართ თბილისის საკრებულოს წევრები, ჩვენი უმთავრესი ფუნქცია მოვალეობა გახლავთ ვაკონტროლოთ დედაქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლება და განსაკუთრებით მისი საბიუჯეტო პროცესი, ფინანსების ხარჯვის პროცესი. მე ვარ საკრებულოს წევრი, თქვენც იყავით საკრებულოს წევრი, ქალბატონო ინგა და მე და თქვენ ერთად უარს ვეუბნებოდით აი ამ ტიპის ბიუჯეტის პროექტებს, არ უჭერდით ხარს იმიზეზით, რომ იქაც ისევ როგორც ახლაც არის ძალიან მაღალი რისკები პოლიტიკური კორუფციის და ვერავინ და ვერაზოს. თქვენ ამის გამო ვერ დაგაბრალებთ თქვენ იბრძოდით პოლიტიკური სკამებისთვის. ჩვენ უნდა ძალიან მნიშვნელოვანი და მოდი დავაკონკრეტებ მაშინ რა არა უკაცრავად ძალიან ბევრი მოგვივიდა ეხლა რაღაც ისეთ შენიშვნების მიცემა მე უნდა დავაკონკრეტო ჩვენ დღეს საუბრობთ არა მხოლოდ თბილისზე შემდეგი ბლოკი იქნება მთლიანად საქართველოს უკაცრავად მოახლოებულ არჩევნებთან ერთად გამძაფრებული დაპირისპირება პოლიტიკურ ძალებს შორის არჩევნებისთვის ბრძოლა რეალურად ეს არის კამებისთვის ბრძოლა მე შემდეგ მივცემ ჩვენს თანამოქალაქეებს სიტყვას და საინტერესოა როგორ შეაფასებენ ისევ როგორც თქვენ გაქვთ სრული უფლება დაარქვათ გადაცემას რაც გსურთ ასევე მე მაქვს უფლება როგორც თბილისის საკრებულოს წევრი და არა ბათუმის ან ქუთაისის წარმომადგენელი ან თბილისის საკრებულოს წევრი ამ საკითხს გამოვიხმარო რომ სრულად ახლებულ სრულად ახალ მოვლენასთან გვაქვს საქმე ქალბატონო ინგა თბილისის საკრებულომ დაიწყო საკუთარი როლის და ფუნქციის შესრულება თბილისის საკრებულომ დაიწყო კონტროლის მექანიზმების განხორციელება და ისე როგორც ხდებოდა მათ შორის ყველა ჩვენგანის აქვნის შეხედვართ უკლებლო ყველა ჩვენგანის პროტესტი წევდა 10 წუთში დამტკიცებული ბიუჯეტის პროექტები და პროექტი ბიუჯეტად ქცეული ასე აღარ ხდება მნიშვნელოვანი რისკები პოლიტიკური კორუფციისა ჩვენ დავასახელეთ არის ბიუჯეტის ამ პროექტში ამ რისკების გამორიცხვა ამ რისკების უკან წაღება მოთხოვეთ ჩვენ ნაციონალურ მოძრაობას და არამც და არამც სხვა რამე რაც შეუსრულებელია რაც შეეხება თქვენი მე დასმულ შეკითხვას უკვე უშუალოდ შეკითხვას უპასუხებთ საკითხი ეხებოდა ადამიანებს რომელთაც სჭირდება დახმარება მხარდაჭერა თითოეული ინტერეს ჯგუფი თითოეული ადამიანი და დამეთანხმებიან აქ ვინც არის წარმოდგენილი ლეიკემი დაავადებული, ჰემოფილიის დაავადებულები, მიწისძვრით და წყალდობით დაზარალებული და სხვა პირადად ჩემი ფრაქციის ინიციატივები გახლავთ ეს. პირადად სად იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები, როდესაც არ ჭირდებოდა ჩვენთან შეკითხვა და გაეტანათ ეს საკითხები, მოეგვარებინათ ამ ადამიანების პრობლემებს. ჩვენი ინიციატივები არის სამწუხაროდ, რომელსაც ფარსით უპასუხა და ამ ასე ვთქვათ შეხედულებების, ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება ნაციონალურ მოძრაობამ გადაწყვიტა ბჭყალებში არარსებული ფულით. დიდი მადლობა. ეს არის ფარსი. ძალიან დიდი მადლობა. მამუკა ახრედიას მინდა დაუსვა შემდეგი შეკითხვა. ფარსში გადანაშაულებთ უმცირესობა, სად იყვნენო დასვა ბატონმა გაბუნიამ ახლა შეკითხვა. მაშინ როდესაც ეს პრობლემა არსებობდა მანამ და დღეს როდესაც თქვენი მხრიდან არის განცხადებები იმის თაობაზე რომ ბიუჯეტი რომ არ მტკიცდება ეს არის ხელისუფლების და უმრავლესობის ბრალი სად იყვნენ მანამდე მოგესალმებით თქვენს მაყურებელს სტუდიაში მყოფ ბატონებს უპირველეს ყოვლისა ორიოდე სიტყვით მინდა ბატონ ზაზას სიტყვას უპასუხო რომელიც იყო მიმართული სკამებთან დაკავშირებით და თქვენი გადაცემის ამ სიტყვას კარგით არ გვინდა რა ეს შენიშვნები ჩემი გადაცემის მიმართ მოდით მე უკაცრავად მე რაც თქვი საკრებულოს თავმჯდომარესთან მიმართებაში იგივეს გეტყვით ეხლა თქვენს და თქვენს გადაცემის შერჩევა სათაურის დარქმევა ეს არის ჩემი პრეროგატივა ჩვენ დღეს აქ საუბრობთ ბიუჯეტზე ძალიან მინდა გითხრათ რომ სწორედ შენიშვნების გარეშე მიღება და არ მიღება ბიუჯეტისა მნიშვნელოვან წილად არის დაკავშირებული იმ სიტყვასთან რასაც ქვია ბრძოლა სკამებისთვის როდესაც მხოლოდ და მხოლოდ ერთი ულტიმატუმი ისმის უმრავლესობის მხრიდან რომ გადადგეს თბილისის მთავრობა გადადგნენ გამგებლები
და ამის შემდეგ ჩვენ დავამტკიცებთ ბიუჯეტს, უკვე ლაპარაკი იმაზე, რომ რაიმე სახით, რაიმე კონსენსუსით შესაძლებელია ბიუჯეტის მიღება, უკვე ვფიქრობთ, რომ ზედმეტია და სწორედ ეს არის ბრძოლა სკამებისათვის. ამაში არ ვეთანხმები ბატონ ზაზას. რაც შეეხება პროგრამებს, რომელიც შემოგთავაზა ბატონმა ზაზამ და სხვა დეპუტატებმა უმრავლესობის მხრიდან. მინდა შეგახსენოთ, თუ როგორ ხდებოდა ეს. ბიუჯეტი როდესაც ჩავარდა 29 დეკემბერს, 29 დეკემბრიდან მოყოლებული 1 თვის განმავლობაში უმცირესობა და თბილისის მერიის შესაბამის სამსახურები და ხელმძღვანელები ითხოვდნენ, რომ მოგვეცით შენიშვნები წერილობითი ფორმით დაწერილი ფურცელზე, რა გავითვალისწინოთ, რა არ გავითვალისწინოთ, რა პუნქტს მოვაკლოთ, რას მივუმატოთ. ამ ტიპის შენიშვნები არ იქნა მოცემული ვიდრე ბოლო საკრებულოს ხდომის წინა დღემდე, რომელიც შემოვიდა ღამე 10 თუ 11 საათზე თბილისის საკრებულოში. როდესაც შემოდის 10 საათზე შენიშვნები და შემდგომ დღეს უკვე საკრებულოს ხდომა ჩასატარებელი, თბილისის მერიის თანამშრომლები და მათ შორის ჩვენს დეპუტატები კონსულტაციების გზით ვიღებთ, რომ ეს ყველა შენიშვნა ასახული იყოს ბიუჯეტში. მათ შორის ის პროგრამები, რომელიც ბატონმა ზაზამ შემოგთავაზა, მათ შორის ლეიკემიის კურდალობის პროგრამა, რომელიც მოცული იყო 7 მილიონი, თუმცა მინდა შეგახსენოთ, ეს არის ფედერალური ბიუჯეტის ვალდებულება და ცენტრალური ხელისუფლება აფინანსებს, თუმცა გავითვალისწინეთ აბსოლუტურად ყველა. გავითვალისწინეთ არანაირი უფლობის პირობებში, ბატონო ზაზა, გავითვალისწინეთ ბიუჯეტის ოსლეზე გაითვალისწინეთ, უკაცრავად გამოთქმაზე. დის პირობებში გავითვალისწინეთ ეს, რომელიც არის სრულიად შესაძლებელი და სრულიად დასაბუთებული. და სწორედ ის, როდესაც ვამბობთ ჩვენ, რომ ბიუჯეტს მაინც არ დაუჭერთ ხართ, მით უმეტესად თქვენი პრობლემები და პროგრამები არის გათვალისწინებული, სწორედ ეს არის ბრძოლა სკამებისათვის. დიდი მადლობა, ნათელა მაჭავარიან სურს ერთადერთი მოთხოვნა, რომ გადადგეს თბილისის მთავრობა. კი ბატონო, გადადგეს თბილისის მთავრობა, გადადგეს ის დეპუტატები, რომელთა მოთხოვნაც იყო ჩვენგან, გადადგეს საკრებულოს თავმჯდომარე და შემდგომში მივიღოთ ბიუჯეტი. უკაცრავად, მე ქალბატონ ნათელას ჩართვა მინდა გადაცემაში, თუმცა მანამდე ძალიან დიდი ბოდიში მიშა ქავთარაძეს რეპლიკა იყო. მიშა წარმოადგენს იმ დეპუტატს, ვინც იყო ნაციონალურ მოძრაობაში და ვინც დღეს არის ქართულ ოცნებაში. შესაბამისად წინადადება ჩვენ გადავდგებით თბილისის მთავრობა, მაგრამ უნდა გადადგნენ, უნდა დატოვონ დეპუტატის მანდატები მათ, ვინც დეპუტატის მანდატები არა უკაცრავად. თავის თანამდებობებიდან. კი ბატონო, რა სიტყვით? საკრებულოს ხელმძღვანელობაში და თქვენ დაამტკიცოთ ისევ ბიუჯეტი და თქვენ დაამტკიცოთ ისევ ახალი მთავრობა. უკაცრავად რა. ბატონო მამუკა, ეხლა მოდი ცოტა შორიდან დავიწყებ, ეხლა უსმენდი რა იმ სუბიექტს, რომელმაც საერთოდ აქამდე მიიყვანა ეს სიტუაცია. ეს ადამიანი არის ის ადამიანი, რომელიც იყო აი კრიმინალური სინდიკატის მმართველი, კონკრეტულად გიგი უგულამაზე მაქვს საუბარი, რომელმაც აი ზუსტად ამ სიტუაციამდე მიიყვანა დღევანდელ სიტუაციამდე დღეს თბილისში ვითარება. ეს არის ადამიანი 4-ეულიდან, იმ 5 კაციდან უკაცრავად, რომელიც იღებდა გადაწყვეტილებას და ყველგან აბსოლუტურად ეს ადამიანი ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო. ეს არის კაცი, რომელიც თავის კოლეგას და თავის თანაპარტიელს, ასე ვთქვა და თანა ფრაქციელს და რა ვიცი თვითონ თბილისის მერი იყო მაშინ და საკრებულოს წევრით სამწუხაროდ და მაშინ 2006-2010 წელს აქ დამითანხმებიან ჩემი კოლეგები, ყოფილი კოლეგები და დღესაც სხვადასხვა სტრუქტურაში რომლებიც მუშაობენ ხო თბილისის მერიაში რომ ამ ადამიანს უფლებამოსილება არ მოხსნია მაშინ ის დანაშაულებრივად იყო თბილისის საკრებულოს წევრის და იყო თბილისის მერიც უკაცრავად რა რომელმაც 2007 წლის 13 მაისს გიორგი მემსაძეს მოპარა არჩევნები ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები რომელ ბიუჯეტზე მელაპარაკებით ეს ადამიანი იყო როგორც თბილისის მერი ისე იყო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის რიგითი მეეზოვეც იყო ქურდიც იყო და პატიმარიც იყო ეს იყო კოლექტიური უგულავა და კოლექტიური სააკაშვილის მმართველობა რომელიც ძალიან მალე დამთავრდება პირობას ვაძლევ სრულიად საქართველოს და მთელ თბილისს და ციფრებზე უკვე შემდგომ ვილაპარაკოთ ვიდრე მე ისე ვაგდავსავ კითხვას გია ხუროშვის მინდა კი ბატონო ირაკლი თუ შეიძლება გადააწოდეთ მიკროფონი მე მინდა რომ თანაბარი იყოს პარიტეტი გისმენთ დიახ მოგესალმებით ქალბატონო ინგა მივესალმებით თქვენს სტუმრებს და ტელემაყურებლებს უბრალოდ ეს ადამიანები რომლებიც წლების განმავლობაში 9 წლის განმავლობაში ჩვენს გვერდში იყვნენ ძალიან ბევრს ვიცნობთ უკვე ეს დროა ეს ადამიანები იყვნენ გამგებლის მოადგილეებიც გამგებლებიც ვიცე-მერებიც ფრაქციის თავმჯდომარეები დეპუტატები მათ შორის არაერთი მოწვევის დეპუტატები ცუც ვაკეთებდით თუ კარგს ვაკეთებდით პასუხისგებლობად ვინაწილებდით და უბრალოდ არ შეიძლება ისე იყოს რომ ყველაფერი კარგი რაც კი რამე გვიკეთებია იყოს ამათი ნაკეთები და ცუდთან არანაირი კავშირი არ იყოს მე მინდა მიმართო ნაციონალური მოძრაობიდან გადასულ ქართული ოცნების დეპუტატებს ბატონებო
ეს ის ქალაქის ქალაქში ვცხოვრობ. თუ შეიძლება ეს ქალაქი ეხლა გიყურებთ თქვენ, ვარ დარწმუნებული და ძალიან გთხოვთ რა, მივცეთ ერთმანეთს საუბრის საშუალება. მაყურებელი თვითონვე გამოიტანს დასკვნას, გისმენთ? მე მესმის რომ ძალიან ნერვიულობთ, რომ თუ შეიძლება მოусმინოთ. მე არა მაქვს სანერვიულო. სანერვიულო გაქვს შენ. კარგი, ბატონო მიშა. გისმენთ? ბატონებო, ეს ის თბილისის მთავრობა და ის გიგი უგულავა ხო არ არის, რომელთაც თქვენ 2010 წლის არჩევნებზე ძალიან კარგად იწონებდით თავს თქვენი ამორჩევლების წინაშე. თქვენი ძახოდით, რომ გიგი უგულავა და ეს მთავრობა იყო ის მთავრობა, რომელმაც სიბნელის ქალაქი გადააქცია სინათლის ქალაქად, ვირთხების ქალაქი გადააქცია სისუფთავის ქალაქად. ეს იყო მთავრობა და გიგი უგულავა, რომელმაც გააკეთა 1000-ობით სტადიონი, გააკეთა 1000-ობით სკვერი. დააგო ერთად იმაზე მეტი დგა, ვიდრე ოდესმე დაგებულა და სწორედ ამიტომ გახდით თქვენ დეპუტატები და ამიტომ დაგიწირათ თქვენ თბილისელებად მთავრობა. მანამდე იგივე ირაკლი შიხიაშვილმა 5 ჯერ იყარა კენჭი თავის უბანში და საკუთარ უბანში აგებდა არჩევნებს, სანამ გიგი უგულავას და მისი მთავრობის გაკეთებულ საქმეებს არ მიეწება. უბრალოდ არის სამარცხვინო ჩემი აზრით, როდესაც გახართ მხოლოდ იმიტომ რომ თქვენ ამ სკამ აქეთ მხარეს არ ძიხართ და იქით მხარეს ძიხართ. ყველაფერი გეპატიება თქვენ, ყველაფერი გეპატიება და ყველაფერი ბატონო მიშა, ბატონო მიშა თბილისელებს პასუხებს როგორ შეიძლება რომ კარგი, ძალიან შეიძლება რომ საერთოდ სინთეზი არ გაწუხებდეთ, როდესაც ესაუბრებთ თბილისელებს და ამაზე ლაპარაკობ. კი ბატონო. კარგით, მე ვიდრე და ეხლა კი ბატონო მიაწოდეთ, ეხავე მოგცემთ სიტყვას. მიაწოდეთ ქალბატონ ნანა, შემდეგ ქალბატონი ნათელა და ისევ მაგიდასთან უნდა მიუბრუნდე. გისმენთ ქალბატონ ნანა? ჩართულია თუ შეიძლება ახლოს მიიტანეთ. დიახ. უპირველეს ყოვლისა მინდა დღეს არავის არ გახსენებია. ვალენტინობა მიულოცოს სუყვალას. აი ამ ფონზე მინდა დავიწყო ჩემი საუბარი. გვეყოს ეს ბრძოლა წესების გარეშე. იქნებ საკმარისია. ვინ იგებს ამითი და ვინ აგებს? ეს უკვე მეორე საკითხია. იგებს თითოეული ადამიანი. არ ეგონოს არც აქეთ მხარეს და არც იქნებ ვინმე მოიგებენ ესენი. ეს არ არსებობს. ჯერ ეს ერთი, როდესაც მთავრობაში ხართ, მე მინდა შვილად მეკუთვნიან ესენი და მე მინდა უთხრა მათ, როდესაც შენ მთავრობაში ხარ, უნდა ცოტა კორექტული იყო და უნდა იყო წყნარად. ნერვების მოშლა აქ არაფერი. როდესაც ქვემოთ, როცა მიდის საკრებულოს ხდომა და შენ ქვემოთ იწევ შენ ახალგაზრდულს და ერთმა ჩვენმა კოლეგამ თქვა, შეხედეთ ხალხს რა პასუხი უნდა გავცეთ. რატომ მე მახსოვს რომ შიხიაშვილის წინააღმდეგ როგორც ამბობდნენ ნაციონალურმა მოძრაობამ მოაწყობინა თავის ახალგაზრდებს. თქვენ არ დაგავიწყდეთ, ჩვენ უმცირესობა ვართ და ჩვენ ამის უფლება გვაქვს. ანუ თქვენ გავრუფლება და მათ არა. რა თქმა უნდა, მთავრობას ეგ უფლება არ აქვს. მთავრობაში მოსული ხალხია უმრავლესობა, სიტყვა უმრავლესობა ისედაც გასაგებია რა არის? უმრავლესობა ნიშნავს имას, რომ მათი გადასაწყვეტია სიტყვა. სანერვულო არაფერი აქვს და რაღაც უნდა ეს ხალხის მოყვანა. გეკითხებით? არ შეიძლება ნათელა მაჭავარია ის ნიშნავს უკაცრავად დავამთავრებიეთ. დამამთავრებიეთ. ძალიან გთხოვთ, უნდა მოკლედ ვისაუბროთ. ბევრი ადამიანი ზისას ვისაც მე უნდა მთავრობა არის უუნარო და მათ ეშინია ჩვენი მეტი არა. უნარო ბრალდებული განვითარება, მაგუფლება შეჩერებული მე მიყავს ერთი და მეორე არის. კარგით, მიშა, ძალიან გთხოვთ, ხვებსაც უნდა მისცეთ საშუალება რომ ისაუბროთ. გისმენთ ქალბატონი? უკაცრავად. კარგით, ქალბატონი ნათელა მაჭავარიანის საუბრობს. გისმენთ? კარგით, ქალბატონი ნათელა სანამ არ დაიწყებ საუბარს არ გაჩერდები. უკაცრავად, უნდა მოგახსენოთ, ინგათ შეიძლება თქვენ ცოტა გეწყინოთ და არ მიიღოთ ეს ჩემგანაც, აი რაც ზაზამ ბრძანა რომ ეს არის სკამებისთვის ბრძოლა, ეს არ არის სკამებისთვის ბრძოლა, ეს არის ბრძოლა იმისთვის რომ მერია მილიონები აღარ მოიპაროს. რომ ის მილიონები რასაც ეგენ იპარავენ და იპარავდნენ, უნდა ხალხს აი რომლებიც აი ხა თქვენ შეწუხებული ხართ და მე შეწუხებული ვარ. ძალიან ბევრი ხალხი მოდის ჩვენთან. ძალიან ბევრი, რომელსაც ძალიან უჭირს და იმიტომ რომ ჩვენ ამათი ბიუჯეტი მივიღოთ, არა ამ ხალხის დასახმარებლად, არამედ ნაციონალური მოძრაობისთვის. რატომ არის ეს ნაციონალური მოძრაობა? მოიპარავენ ნაციონალური მოძრაობისთვის სჭირდებათ ეს ბიუჯეტი ამ ხალხს. მაგათ არც ბიუჯეტი უნდათ, არც ხალხი არ აინტერესებს. და ერთ ქალბატონ სევდიაზე მინდა გითხრათ ერთი რამ. ქალბატონი სევდია რო ამბობს რომ გადმობარგებულები, ქალბატონი სევდია როცა გადაბარგდა იქ მერიაში
ქალბატონი სერგია წარმოადგენს თბილისის ადვოკატს, უფლება დამცველს. პირველი რაც გააკეთა, ჩვენი ერთ-ერთი იმისი თანამშრომლის დეპუტატის და გაანთავისუფლა სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით სოციალურად დაუცველი 2 შვილის დედა. და მოხდა სასწაული რომ ის სასამართლომ გაამართლა და დააბრუნეს და სევდიასგან და იმისგან ესენი არ არიან ის ხალხი რომელსაც უნდა ენდოთ ეგენი უნდა გადადგნენ და გადადგნენ ესენი გადადგებიან თუ არა ეს უკაცრავად მიშა ძალიან გთხოვთ მე მინდა ნიკამელიას დაუსვა შემდეგი შეკითხვა რას მიიღებენ უკაცრავად რას მიიღებენ ეს ადამიანები დღეს არსებული მდგომარეობით ის რომ თბილის ბიუჯეტი არ აქვს ნიკა გისმენთ მადლობა იცით რა ეხა ისევ უსმენდი და მე ადამიანი რომელიც ჩახედული ვარ ამ საქმეებში მოქმედი გამგებელი ვარ რომ არ ვიყო ჩახედული ნამდვილად ვერ გავიგებდი რატომ ვარ ჩვენ შეკრებილები ის წრე რომელიც დაიწყო უკვე უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში გრძელდება ჭყალებში წარმატებით ანუ გაუთავებელი კრიტიკა ურთიერთკრიტიკა შენ ასეთო შენ ისეთო შენ ეს გააკეთე შენ ის მოიპარე იცით ძალიან სამწუხაროა იმიტომ რომ ზუსტად ვიცით ხალბატონო თუ შეიძლება ხალბატონათელა თუ შეიძლება თუ შეიძლება უკაცრავად ძალიან გთხოვთ იცით უკაცრავად მე მომეცით საშუალება რომ თუ შეიძლება უკაცრავად ძალიან გთხოვთ მე მგონია რომ ჩვენ ყველანი აქ იმიტომ ვარ თქვენს რომ ამ ადამიანებმა მოისმინონ რა ელით მათ იმ სიტუაციაში როდესაც ბიუჯეტი ვერ მტკიცდება და მე ძალიან გთხოვთ პირად შეურაცხყოფებს აქ ერთმანეთს ნუ მიაყენებთ ძალიან გთხოვთ არა მოდით ხალხს ვცეთ პატივი და მათ რომ გაიგონ მიშა უკაცრავად საუბრობს ბატონი ნიკა ამიტომ გთხოვთ რომ დავასრულებინოთ ხო ყველას გისმენთ ხალბატონო თუ შეიძლება ნამდვილად არ აინტერესებს ეს თქვენი რეპლიკები დამიჯერეთ რა ხალხთან როგორც თქვენ გაქვთ ურთიერთობა ასევე ჩვენ გვაქვს არ დაიჯეროთ ის რომ თქვენი მიდგომა და თქვენი ასეთი დამოკიდებულება თუნდაც ყველაზე მიუღებელი ადამიანის მიმართ იმპონირებს ან მოწონს ნებისმიერ თქვენივე ხარდაჭერს ვერ დავიჯერებ ამას და არ შემიძლია შეიძლება გავაკრიტიკოთ ერთმანეთი მაგრამ არა ინფორმით რასაც ეხა მე ვისმენ ხო ეხლა თავაზიანობა რა ბატონო ირაკლი ხო ბატონო თავაზიანობა ეხლა ზნეობის გამოსხივებაა ხო ეხლა ეს რაღაც პრობლემა გვაქვს ეთყობა ამას კი ბატონო გასაგებია იგივე კი ბატონო არ უპასუხოთ იგი მე ვერ დავიჯარებ ერთი წუთით ბიუჯეტი ნიკა უკაცრავ ბატონო რა გიქე მეუბაზე ველაპარაკები ბატონო შენის ადამიანი შეიძლება რა ჩვენა ბიუჯეტის სასაუბრო არის საფიქრებული უკაცრავად ძალიან ბიუჯეტის ირგვლივ ჩვენ ბიუჯეტის ირგვლივ ვისაუბროთ და ჩვენ ეხა სამოგვაძახოთ გასაგები რეკლამას გამოვაცხადებ ბატონიშა იძულებული ვიქნები რომ სარეკლამო ჭრა გაუშვა გასაგებია აჰა გისმენთ ბიუჯეტზე კარგით გისმენთ ანუ არ შემიძლია ეს ამ კონტექსტში არ დავამთავრო ვერაფრით ვერ დავიჯერებ პატივცემულოს უმრებო ვერაფრით და თქვენ ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წევრებო რომ 5-6 წლის წინ თქვენ ანალოგიურად არ მოიქცეოდით როგორც ეხა იქცევით ვერაფრით ვერ დავიჯერებ ბატონიკა ბიუჯეტს მიუბრუნდეთ რას მოიგებთ და რას წააგებთ პრობლემა არის ძირითადად სამი არგუმენტია ჩვენ ეხა ნუ აქცევთ ყურადღებას ძალიან ძირითადად ეხა ნამდვილად უნდა ითქვას რომ რეალური არგუმენტი თუ რატომ არ მივიღეთ დაამტკიცა ბიუჯეტი საკრებულომ არ არსებობს შემდეგი არგუმენტია არარეალურიაო ამბობთ დიახ მე ერთი არგუმენტი სამი არგუმენტია რაც ჩვენ გვესმის ხალბატონო ინგა სამი წონიანი არგუმენტი ჭყალებში წონიანი არგუმენტია ერთი არგუმენტი არის ის რომ ბატონი გიგი უგულავა ყოფილი მერი არის ბრალდებული საქმეში საიდანაც მათი თქმით 50 მილიონი ლარი მიიტაცა და ამიტომ არ შეიძლება უკაცრავად არ შეიძლება მას ვანდოთ რომელიც კულისებიდან მართავს მერიას კვლავ რაც არ შეიძლება ნამდვილად სინამდვილეს ხო ესეც რომ იყოს რეალურად ხო სასამართლოშია საქმე წარმართული და ჩვენ ნახეთ სულ რამდენიმე კვირის წინ ხო საქმე ზარზე იმით დააპატიმრებს ტრაქტორების საქმეზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელი და ასევე ზარზენი გამოუშვეს. მეორე არგუმენტი არის ის, რომ ნდობა დაიკარგა დღევანდელი ქალაქის მთავრობის მიმართ. არ ვიცი ეს სოციალურ-ფსიქოლოგიურ
ცნებას გულისხმობ, როგორც ასეთი დაიკარგა. დიახ, მესამე არის არამიზნობრივი ხარჯვა იქნება თუ ჩვენ ქალაქის მთავრობას ამ ბიუჯეტს ჩაუგდეთ ხელთ. აი ეს არგუმენტი საერთოდ უსუსურია და კოჭლია ჩემის აზრით. და რატომ? ესე რომც იყოს, ხო? ამისათვის არსებობს თქვენი სამსახური, სარევიზიო სამსახური. სარევიზიო სამსახური, რომელიც უშუალო ფუნქცია არის ის, რომ მოახდინოს მიზნობრიობის, ხარჯვის დადგენა. რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა, ხო? ხალხს მართლა არ აინტერესებს და დამიჯერეთ. ერთი წუთი, იმიტომ რომ არ არის უკაცრავად ბატონო ნიკა დაასრულეთ. არის მის მიშას ხმა, არის მის იმიტომ რომ არ უჭირავს მიკრო. არა, უკაცრავად. მე მიმყავს გადაცემა. გისმენთ დაასრულეთ. დაასრულეთ ბატონო ნიკა. რაც შეეხება უშუალოდ პრობლემებს, რა თავარი პრობლემაა. დღეს ჩვენ ხალხი გვისმენს, რომელიც მოლოდინის რეჟიმშია. უკაცრავად რა. ბატონო ნიკა გისმენთ. ძალიან გთხოვთ. აი ვიდრე თქვენ ეხა ყვირით უკაცრავად. კარგით, გადაცემაში რეკლამის დროა. მე არ დავუშვებ დღევანდელ გადაცემაში ამ ტიპის ჯგუფს, ასეთ ურთიერთდაპირისპირებას, იმიტომ რომ თავიდანვე ვთქვი, დღეს ხალხმა უნდა მიიღოს პასუხი, რას მიიღებენ ამ ბიუჯეტით, დამტკიცებული თან დაუმტკიცებელი და რას ვერა. მე დღეს ამ გადაცემაში არ დავუშვებ ასეთ ურთიერთდაპირისპირებას. გადაცემაში რეკლამის დროა. რამდენიმე წუთში დაუბრუნდებით, იმედი მაქვს სიმშვიდე იქნება სტუდიაში. დაძაბული იყო სარეკლამო პაუზის დროს სიტუაცია სტუდიაში, თუმცა მე მაქვს იმედი, რომ საქმეზე ვისაუბრებ ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე. იოსებ კვიჟინაძე ჩემთან ზის, პატარა ბიჭი, რომელსაც მე მინდა ეხლა ვთხოვო და მოვიდეს ჩემთან. აი ამ ბიჭის ხათრით. აი ამ ბიჭის წინაშე ნებისმიერი საკრებულოს წევრის პასუხისმგებლობით. მე მინდა გთხოვოთ შეურაცხყოფების გარეშე. მას ჭირდება, ძალიან ჭირდება ამ ადამიანს სასწრაფო დახმარება იმისთვის, რომ გადარჩეს, უბრალოდ რომ გადარჩეს. მიკროფონი თუ შეიძლება მომაწოდეთ, მე მას მინდა რომ კითხვა დაუსვა. ეხლავე მოგცემ თამთა, ამ ბავშვის გამო გავაკეთე მე ეს გადაცემა და აი ამ ბავშვის ნაირების გამო. მე მინდა გთხოვოთ, უმრავლესობასაც და უმცირესობასაც პასუხი გავცეთ ხალხს, რა იქნება ბიუჯეტთან დაკავშირებით, რა ეშველებათ მათ, რა უნდა ქნას მამამისმა, რომელსაც არ აქვს წამლის ფული, რა უნდა ქნან ამ ქალბატონებმა, რომლებსაც სახლები შეიძლება თავზე ენგრეოდეთ და გასამაგრებელი ფული არ ქონდეთ, რა უნდა ქნას ნებისმიერმა იმან, ვიზეც ეხა თამთა საუბრობდა, რომ შვილების სიცოცხლე მათი ბედზე კიდია. ამიტომ გთხოვთ, რომ დაპირისპირების გარეშე გისმენთ? გამარჯობა და დიდი მადლობა რომ მოხვედი ჩვენ. მადლობთ. ეს მე ახლა ვუსმენ ამ ლაპარაკს და ვერ გავიგე ახლა რომელი ასწორი და რომელი არასწორი, მაგრამ მე ახლა თქვენ ამათ ჯგუფში ახლა ბევრი ჩემნაირი ზიანდება. იმიტომ რომ ეს დაავადება თვითონ ისეთია, რომ ქიმიების დროს ეს ქიმიებს იმიტომ რომ ვიკეთებთ, რომ არ გაიქცეს ეს დაავადება თვითონ. მეც მაგიტომ აქვს, მე მაგ გულზე და ფილზე და ყოველი ქიმიის შემდეგ ეს არ მიდის და ქიმია რო ვეღარ გავიკეთო უკვე, მე გაიქცევა და მთელი ტანს მოედება და სანამ გულზე და ფილზე აქვს, უნდა მოვასწრო ოპერაცია და გერმანიაში გავაგზავნეთ ეს თვითონ მიწვევა და არ ვერ გავაკეთებთ ოპერაციასო და საქართველოშიც ვერ გავაკეთებდო და ერთადერთი ვენაში გითხრეს რომ გავაკეთებდო და ვენა ჯდება 40,000 ევრო და უკაცრავად, თქვენ თუ ეს ბავშვიც არ გაინტერესებთ, მე ეხლავე დავამთავრებ ამ თემას. აბსოლუტურად გულწრფელად, პირდაპირ, არა, ყველას ვეუბნები. ყველას ვეუბნები. თქვენს გეუბნები, არა, უკაცრავად, ეს ნაციონალურ მოძრაობასაც და ქართულ ოცნებასაც თანაბრად მინდა უთხრა, რომ მოусმინეთ ყველამ ერთად. გისმენთ? დიახ, გისმენთ. უკაცრავად. იოსებ კვიჟინაძეს სასწრაფო ჭირდება დახმარება. მე ამ გადაცემას გამოვიყენებ რისთვის?
არა მარტო იმისთვის ბიუჯეტიდან რა შედეგი იქნება, არამედ მიუმართავს სრულიად საქართველოს. გინახავთ სადმე პოლიტიკურ თოქ-შოუში პატარა ბიჭი ამბობდეს, რომ მე არ მესმის რაზეა საუბარი, მაგრამ დახმარება მჭირდებაო. ძალიან გთხოვთ, თუ შეგიძლიათ მთელ საქართველოს გთხოვთ, აი ეს ბიჭი დგას რეაქციაში და გქონდეთ თქვენი რეაქცია. დიდი მადლობა ძირფასო, დიდი მადლობა და მე მინდა რომ გადავიდე ჯაბა სამუშიასთან შეკითხვით, რას მოიგებენ ეს ადამიანები, ან რას წააგებენ ჯაბა, თუ კი გაიწელება პროცესი. ამ ადამიანებმა ქალბატონებმა წააგეს იმით, რომ ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლების სათავეში 9 წლის მანძილზე. ცალ-ცალი კალოშით მოსული ხელისუფლება, რომელიც ეხლა რო ვერ არჩევენ, რომელ ბანკში რა მილიონებია, აი იმაზეა საუბარი. იმაზე რომ შარავანდეთ შემოსილი მერი რომ მოვიდა. მოდი დავიანგარიშოთ. აი ესეთი ადამიანს რამდენს გაუკეთებდით ჩვენ ოპერაციას 55 მილიონი რო არ მოეპარა. არ მოეპარა. რამდენი ადამიანი დავამთავრეთ, რამდენი ადამიანის ოპერაცია გაკეთდებოდა 5 მილიონი რო არ წაეღოთ ნაცმოძრაობის აგიტატორებს გასუფთავების სამსახურიდან. გასუფთავების სამსახურიდან. აი ამაზეა საუბარი. ჩვენ ბიუჯეტზე როცა ვსაუბრობ, ჩვენ საუბრობ სწორედ აი ამ პასუხისმგებლობაზე. კოოპერატიული ბინადრჩენებლობის ხალხია 5 მილიონი უგულავამ წაართვა. აი ბავს ფული სწორედ უგულავამ წაართვა და მისმა გუნდმა წაართვა. 55 მილიონი ჩაიჯიჭვა ჯიბეში უგულავამ და მისმა გუნდმა. აი ამაზეა გონდა პასუხი. და აი იმაზე შარავანდეთ რომ უჭერთ უკვე შარავანდეთ ადამიანებს. ჩაიჯიბა და 5 მილიონი გადაწყვეტილება გამოიწვია დასუფთავების სამსახური. აი იმაზეა ესეთი აპლომბით როგორ საუბრობ. კარგი, რა შეიძლება ამ ბიუჯეტს? ბიუჯეტში არის ორი პრობლემა. არის პოლიტიკური პრობლემა, არის პოლიტიკური პრობლემა და არის სუფთა ამ შემთხვევაში ეკონომიკური პრობლემა. დაცინვა, როცა თბილისელებს წინა დღით ეუბნები სხდომისავე დღეს, უბრალოდ ეუბნები ბიუჯეტის ზუსტ ციფრს. 785 მილიონი, 785 მილიონი, რომ ბიუჯეტში იყო 785 მილიონი. ეს თბილისის საკრებულოს წევრებმა გაიგეს იმ დღეს, 29 დეკემბერს. ის რომ დღეს ჩვენ ვერ გამართებით და ვამბობთ, რომ ბიუჯეტში პრობლემებია, იმიდან გამომდინარე, რომ აი რა უნდა და თბილისელებს გასაგონათ მინდა. აი ბატონებო, რისი გაყიდვის ხარჯი უნდა. ჭადრაკის სასახლის, აი ჭადრაკის სასახლის გაყიდვა. მისცემდი ხმას იგა საკრებულოში. ჩვენ ერთად ვიჯექით. არა, ჭადრაკის სასახლის გაყიდვას მისცემდი ხმას. უკაცრავ. მოდი, აი გუბით მითხარი რა. უკაცრავად, მე დღეს მიმყავს გადაცემა და მე დღეს მიმყავს გადაცემა და არც ერთ თქვენს მსგავს თქვას არ უპასუხებ. ჭადრაკის სასახლის. რა გავაკეთებდი ეს ჩემი საქმეა და მე გეტყვით სხვა დროს. როგორც მოქალაქეთა თბილისელი ჭადრაკის სასახლის გასხვისებას. მოდი, თან შევიკავებ, იმიტომ რომ მე რო თქვენ ახლა დაგეთანხმოთ. მეორე მხარე მეტყვის რომ ამ შემთხვევაში არაკორექტული იყო ჩემი შეკითხვა, მაბატიე მე ვისარგებლე ამ შემთხვევაში, მაგრამ აი ეს არის ჭადრაკის სასახლე, აი ეს არის ბატონებო პლეხანოვი, ეგრეთ წოდებული აღმაშენებლის გამზირი და უამრავი კიდე სხვა. რაც შეეხება დეიკემი დავადებულთა პრობლემას, ეს ბიუჯეტში სწორედ ჩვენი ფრაქციის მოთხოვნითაა, ასე ვთქვათ, ასახული. ჩვენი ფრაქციის, მაგრამ არის ხარჯი არა, ხარჯი არა. ხამრები შემოიჭირეთ, ბატონო, იმ გამგეობებში რომ ფული გიდევთ, იმისათვის რომ მოიპაროთ. შიტი პარკი და ფიჩხაძის სახელი და გვარი, ყველა მიცით ეს. დიდი უგულავად, დღეს შარავანდეთ რომ მასთან დადიოდა ფიჩხაძე, შიტი პარკთან დაკავშირებით. კიდე სხვა თამაშ შოშიაშვილი უპარ კონკრეტულ გვარებს გეტყვი, კონკრეტულ შემთხვევებს გეტყვი, კონკრეტულ ფილმებს გეტყვი, რომელი ფილმები 7 ლარიან სამუშაოს 14 ლარიან იმათ რო ასრულებდა. აი ესეთი სტილის გამოსვლა. კარგი. უამრავია ეს უკვე ესეთი. თამაშ შოშიაშვილი განაგძობს. გისმენთ. აი ესეთი ეპატაჟური გამოსვლა ბუთმას დაინტერესებს. მოწონს. ბატონო ნიკა, სარკაზმის გარეშე ძალიან გთხოვთ რა. გისმენთ. ეს არის არაფერი არ ისმის. ჩვენი მაყურებელი ეხა გიყურებ და არაფერი არ ისმის. გისმენთ ბატონო? არაფერი არ ისმის. გისმენთ? არ იმსახურებს ის ადამიანები, არ იმსახურებენ ამ დამოკიდებულებას, რაც დღეს ამ დარბაზში ხდება, ის თბილისელები, რომლებიც ელიან
ბიუჯეტის მიღებას დედაქალაქში და იმ კონკრეტული პროგრამების მოგვარებას, რა პროგრამებიც არის დედაქალაქის ბიუჯეტში გათვალისწინებული. ეს გახლავთ ჯანდაცვა, სოციალური თუ სხვადასხვა პროგრამები, რომელსაც წლების განმავლობაში ახორციელებდა დედაქალაქის მერია და მინდა აღვნიშნო იმაზე, რაზე ჩემი კოლეგები საუბრობდნენ 2013 წელს. თუნდაც 2013 წლის მაგალითი რომ მოვიყვანოთ, სწორედ დედაქალაქის მერიამ გიგი უგულავას ხელმძღვანელობით შეძლო ის მაშინ, როდესაც ქვეყნის ბიუჯეტი გაერღვა თითქმის მილიარდი ლარით. მაშინ, როდესაც ეკონომიკა თითქმის გაჩერდა ქვეყანაში, სწორედ გიგი უგულავამ და დედაქალაქის მერიამ აი ამ ადამიანებმა, რომელიც ძალიან მაღალი რანგის მენეჯერები გახლავან, შეძლეს ის, რომ დედაქალაქის ბიუჯეტი გადაჭარბდა 100 მილიონი ლარით. და ეს თანხები დაიხარჯა, არა, ტაში ნამდვილად ბატონო ზაზა, ეს არ არის სასაცილო. ეს თანხები დაიხარჯა, გაჩვენებ ზაზა, თქვენ ეს არ გაინტერესებთ უბრალოდ. არ გაინტერესებთ დედაქალაქის ბიუჯეტის მიღება. არ გაინტერესებთ. კარგით, ადამიანები 170 მილიონი და 172 მილიონი გათვალისწინებული ბიუჯეტში. სოციალური კუთხიდან. და ბატონმა რომ დამეხვანენ და დამაფინანსესო. დააფინანსა მერიამ. ერთი ეტაპი დააფინანსეს უკვე და დაეხმარნენ ამ ბატონს, როგორც უკვე აღნიშნეს, მაგრამ აქ პრობლემა რაშია? ეს არის წმინდა პოლიტიკური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს თბილისის თვითმმართველობის დასაშლელად. ჩვენს კოლეგებს ნამდვილად არ აძარდებს 4-5 თვის განმავლობაში რა მდგომარეობაში იქნებიან თბილისელები. თუ შეიძლება მოკლედ უნდა ვისაუბროთ. და დედაქალაქის ბიუჯეტის კონკრეტულ მუხლებზე ამ შემთხვევაში აზრი არ აქვს საუბარს, რადგან დედაქალაქს მერე შესთავაზა ყველა ვარიანტი, რაც შეიძლება რომ გათვალისწინებულიყო და კიდევ იქნება შეთავაზება. კი ბატონო. უბრალესობა გიორგი მუსხელიშვილი და გადავდივარ ქალბატონისთან. ჩვენ დასასრულისკენ უნდა წავიდეთ ნელ-ნელა და მე მინდა რომ თქვენ მოაწყოთ საუბარი. რამოდენიმე ადამიანმა მაინც აქეთა გულიდან მერიას ფული აქვს ნახევარი იმის საშუალებას ამხარჯვის და ძალიან ბევრი ასობით და ათასობით თბილისელი რომელიც ელოდება კონკრეტულ დახმარებას ქონდა იმაზე საუბარი პროგრამების განხორციელებას იმის გამო რომ თბილისის საკრებულოს უმრავლესობას აქვს კონკრეტული ამბიციები სპეკულაცია დემაგოგია სად არის ციფრები? ზაზა ძალიან გიორგი მუსხელიშვილს ვაძლევს სიტყვას. ციფრებით როგორ აპირებ თანხების აღებას? 77 მილიონი ლარის აღებას როგორ აპირებენ? გიორგი მუსხელიშვილს ვაძლევს სიტყვას და ციფრები. ზაზა და ბატონო თამას. გიორგი მუსხელიშვილს ვაძლევს სიტყვას და შემდეგ მიკროფონი გადადის მეორე რიგში ქალბატონებთან. დიდი მადლობა, მოგესალმებით. თამას მინდა ჩემს კოლეგას გამოვხმაურო იმ თემაზე თუ ფული ყოფნის თუ არ ყოფნის მერიას იმისთვის რომ ის პროგრამები დააფინანსოს რა პროგრამების გათვალისწინებულია წლევანდელ წელს. 1/12 ბიუჯეტის ხარჯვა სრულიად საკმარისია იმისთვის, მით უმეტეს იანვრის თვეში სრულიად საკმარისი თანხები იყო იმისთვის, ბავშვი გამოვიყვანე და გთხოვეთ გაჩვენეთ ძალიან ვაცადოთ ერთმანეთს. თუ მართლა ხალხი გაინტერესებთ, ვაცადოთ ერთმანეთს. დღეს მოხდა ესეთი საინტერესო ფაქტი. ორჯერ გავაგზავნე წერილი მე მერიაში იმაზე, რომ მიმეღო როგორმე იანვარში გახარჯული ხარჯების ჩაშლილი ვარიანტი. დღეს მივიღე რატომღაც რაღაც თებერვლის და არა იანვრის. რატომ მოხდა ეგრე? ჩვენ მქონდა ამაზე საუბარი მე მგონი და თქვენ ეგ ციფრები გქონდათ წინა გადაცემაში ვიყავით ჩვენ პირველ აქზე. ახლა გინდა თქვა და არ ხარჯავთ. არა, მე გეუბნები, არა, ერთსავით. მე არ შემიშლია მე მგონი შეცხელი, ხო? მე ვიძახი იმას, რომ ძალიან მარტივად ვითხოვ მე ამას, რომ უბრალოდ მაინტერესებს, ხო, შეიძლება მართლა ისეთი პრობლემაა ბიუჯეტში და იმხელა დანაშაულს ჩავდივარ ჩვენ უმრავლესობის წევრები, რომ დავჯდეთ და დავფიქრდეთ, ხო? დავფიქრდეთ, რომ იქნება რაღაც საშინელებას ვაკეთებ თბილისისთვის. ბატონ გიორგი, რა სიზამთ ბიუჯეტთან მიმართებაში უმრავლესობა და მე გადავდივარ კონკრეტული შეკითხვით ამ ხალხს. მე უნდა ვიცოდე თბილისს აქვს თუ არა პრობლემა.
მე ვითხოვ ამას დაახლოებით 10 დღეა, მე ამაზე პასუხი მერისგან ვერ მივიღე. რა პრობლემა აქვს თუ არა? პრობლემა აქვს თუ არა თანხის. იმ თანხის, რომელი თანხას გადადგეწვიეთ 10-ვე გამგებელი და ხალხი ვეღარ გაიგებს ეხლა ჩვენ რაზე ვსაუბრობთ. ერთი წამით ესრებოდა ჯიჭარა. ბატონ დავითს კითხე. იანვარში მერიას 1.12 ხარჯვის შემთხვევაში თანხა ეყო თუ არა, არ როგორ დაიხარჯა ეს თანხა, ამას ვითხოვ დაახლოებით 10 დღეა. 2 წერილი გავგზავნე მერიაში. თქვენი რჩევა გავითვალისწინე, კიდე გავგზავნე 1 წერილი და დღეს მივიღე რაღაც თებერვალის ბიუჯეტი ექნება თუ არა ქალაქს? ბიუჯეტი ექნება თუ არა ქალაქს, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კონსტრუქციული და იქნება ქალაქის მთავრობა. კარგით, რაქნან მაშამ ადამიანებმა გისმენთ. რამდენად კონსტრუქციული იქნება, ანუ მაინც საბოლოო ჯამში, მაინც ერთგვარ დაპირისპირების შენელებაზე არის საუბარი. ვაი და ვერ გაარკვიეს ერთმანეთში, ერთმან მეორე მხარემ, თქვენ როგორ უყურებთ? დასასრულისკენ უნდა წავიდეს ჩვენ ნელ-ნელა და შემდეგი ბლოკი მდგომარეობას 25 წელია უყურებ ამ მდგომარეობას ქალბატონო ინგა. იმიტომ რომ 25 წლის წინ შევიტანე კოოპერატიული ბინადრობაში ფული, ჩემი მოგროვილი ფული. აი ეხლა შეიძლება აქ ავღრიალდე კიდე. ჩემი მოგროვილი, ჩემი ნაშრომი, პატიოზნად ნაშრომი, წლობით ნაშრომი ფული შევიტანე და დინა მოიგო თანხა თქვით. უკაცრავად. ქალბატონებს ვაცადოთ რა. ვითხოვ დავდიოდით, აი რაღაც შეკრებები იყო თუ რაღაც აქციებსავით ვაწყობდით, შვიდობიან აქციებს, რამეს ვამპრევდით. დაგვარი როდესაც მობრძანდა ნაციონალური მოძრაობა სათავეში 2004 წლის 1 ივნისს დაგვარბიეს და ეჩამ ფულის დაკარგული მქონდა ამდენი თანხა. დაგვარბიეს და კიდევ საოპერაციო გავხდი იმის მერე რომ გადამიარეს წიხლებით. წიხლებით გადამიარეს და ჩიორად თათაშვილის რომ შემოკრეს ერთი ხელი, მთელი თბილისი დადგა და მთელი ნაციონალური მოძრაობა რატო მე 25 წელია თავში მირწყამენ. წიხლებით მცემენ საოპერაციო გავხდი 8000 გადავიხადე ოპერაციაში, ისიც ვალად დამედო და იმის მერე მოვდივარ ვალებით. ქირით ვცხოვრობ, მარტო ხელა ვარ, არავინ არ ამყავს, როგორ არ ამყავს, ნათესაობა მყავს, მაგრამ არავინ არ არის ამაცავით. დიდრები არც ისეთი ბინა აქვს რომ შემიკეთლოთ, მაგრამ ერთ ოთახში ეხლა 3 ოჯახი ვცხოვრობთ ამჟამად. იმიტომ რომ ვეღარ შევძელი ქირის გადახდა. დავწერე განცხადება. ქირაზე მომიტანეთ საბუთიო, რომელიც ითვალისწინებს რომ აი თქვა ან დაგექცა, დაგეწვა, ან დაგენგრა, ან ისა, სადაც ცხოვრობდი მართლა დამეწვა, ის არ იყო ჩემი საკუთარი, მაგრამ ის მართლა დაიწვა 96 წელს, მაშინ არაფერი დახმარება არ მიგვიყია და მთელი 3700 ოჯახის სახელით ვლაპარაკობ მე ამას. ჩემსავით არიან ისინი გაჭირებული. 3700 ოჯახი. მე რა გავაკეთო? 5 მილიონი როდესაც ჩარიცხული იყო ბიუჯეტში. გიგულავა მობრძანდა. როგორ შეიძლება გამოვიდეს და აქ მონოლოგებს მიკითხავდეს და ჭკუას არიგებდეს ვიღაცებს და არა, უნდა დავამთავრო. ამოიღო და ბიუჯეტიდან ამოიღო. მე გაგვიფორმა ხელშეკრულება იმაზე რომ მიწევს მოგცემთ იმის სამაგეროთ არჩევნები მოდიოდა. არჩევნები გაინაღდა და ჩაიქნია ხელი, გაგვიყიდა ის მიწა და ეხლა იმ მიწაზე აშენდა უმავრავი კორპუსები, 5000 კვადრატი ეკუთვნის მერიას უნდა დაუბრუნდეს და ვერ გაყიდეს ის 5000 კვადრატი არის ჩვენი კოოპერატივის ხალხი, იმიტომ რომ იმ დილსი ჭალაში მე უნდა შევსულიყავი და იქ მე უნდა ამეშენებინა ჩემთვის აეშენებინა დააწოდეთ ქალბატონს. უკაცრავ მესმის. დიდი მადლობა. გისმენ. თავიდანვე მინდა აღვნიშნო რომ მე არ მივეკუთვნები არც ერთ პოლიტიკურ პარტიას. მოდით კითხვას დაგესვათ. როდესაც ასეთი ტიპის შოუა, როდესაც ასეთი ტიპის დებატია, ან ნებისმიერი სხდომის ჩანაწერს უყურებთ და ხედავთ როგორ დაპირისპირება არის ორ მხარეს შორის, თქვენი რეაქცია როგორია ამ დროს? როგორც ადამიანის, ვინც არ მონაწილეობს ამ პროცესებში, მაგრამ თავის შედეგს ელის. მე გულახდილად მინდა მოგახსენოთ რომ აი ამ კონკრეტულ შემთხვევაზე მინდა გითხრათ რომ ვიჭყლიტებით შუაში ჩვენ უბრალო ხალხი, ჩვეულებრივი ქართველი მოქალაქეები, მე პირადად როგორც ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე დედა, რომელსაც ყავს სიმსივნით დავადებული შვილი. ორი სიტყვით მოგახსენებთ ის რაც შემეხო მე აი ამ განვლილი დღეების განმავლობაში, ჩემს შვილს სჭირდება სასწრაფოდ გამგზავრება სამკურნალოდ. და მე თხოვნით მიმართე ქალაქის მერიას და მივიღე სხვადასხვა დაუყოვნებლივ პასუხი, რომ
ჩვენს იქნება ჩარიცხული თანხა ჩემი შვილის სამკურნალოდ და გასამგზავრებლად, მაგრამ ამას დაემთხვა ეს ხსენებული მოვლენები და ეხლა აღმოჩნდა რომ ჩვენ ვართ დიახ ამ პოლიტიკურ მოვლენებს ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ამას გულისხმობს ზუსტად და აღმოჩნდა რომ ჩვენ ვართ ჰაერში დარჩენილები და პირველი რეაქცია აი ამ სიტუაციაში ჩემი არის ის რომ უმორჩილესად ვთხოვ ორივე პოლიტიკურ ძალას გაითვალისწინონ ჩვენი მდგომარეობა, ჩვენი შვილების მდგომარეობა და აი ამ სიტუაციაში ყველაზე მეტად ზარალდებიან ისევ და ისევ ჩვენი შვილები. ისევ და ისევ მათ სიცოცხლეს ექნებათ საფრთხე. თქვენ იცით ყველა მოგეხსენებათ რომ ესეთი დაავადებების შემთხვევაში მე სიმსივნეები მაქვს მხედველობაში ყოველი დღე, ყოველი საათი არის ძვირფასი და მნიშვნელოვანი გადამწყვეტი თუ გვინდა ჩვენ კარგი შედეგი მივიღოთ. აი ეს არის ადამიანის თხოვნა რომ ასეთი ტიპის დაპირისპირებებში იჭკლიტებიან ეს ადამიანები ბატონო დავით და შემდეგ გია ხუროშვილი, თემურ გრიგალაშვილი და ქალბატონი მაკა გისმენთ. ჩართულია დავეხმაროთ რა, მოდით, იცით რა მინდა რომ გთხოვოთ, ერთად იქნებ ამ დაპირისპირების გარეშე, არ შეიძლება რომ ამ გადაცემაში რაღაც კონსენსუსს რომ მიაღწიოთ, არ შეიძლება რომ უცბად თქვათ რომ კარგით, აი ასეთი ტიპის ადამიანების გამო, ასეთი პრობლემების გამო მაინც შესაძლებელია რაღაც შედგეს. ბატონო, უკაცრავად გისმენთ. მოგესალმებით. უგულავა აღარ არის მერი ბატონო. გისმენთ. საკითხებს გადაცემაში გაჟღერებულ საკითხებს ძალიან მოკლედ უნდა თქვათ რა ძალიან 28 დეკემბრიდან ძალიან მარტივად ვიტყვი რომ ყოველთვის გასაგები იყოს დაახლოებით 100 მილიონით გაიზარდა ბიუჯეტი და ბოლოს როდესაც ჩვენს მოთხოვნებზე რადგან ყველაფერზე თითქოს და წამოვიდნენ და საიდან მოდიოდა ბიუჯეტში ეს თანხა უთხარი წარმოადგენს რამოდენიმე ფურცელი ფერადი სურათები ტურის გაყიდვას აპირებდნენ თბილისში და ის ბიუჯეტი რომელი ბიუჯეტიც ეხლა არის დაგეგმილი ეს ბიუჯეტი თავშივე განწერულია შესრულების წლის ბოლომდე, იმიტომ რომ აქ არის წარმოდგენილი ძალიან ბევრი მილიონი, რომელიც არის შემდგომი პრივატიზაციებით ჩადებული. თუ ეს ქონება არ გაიყიდა, ეს თავშივე განწერულია ანუ ან გაიყიდება, ან არ გაიყიდება და ამაზე არის. არ აინტერესებს. ამ ადამიანებს არ აინტერესებს ივნისის შემდეგ, არ აინტერესებს ამ ადამიანებს ივნისის შემდეგ რა იქნება ქალაქში, იმიტომ რომ ზოგადად უკაცრავად, დავაცადოთ. ეს რაც შეეხება ბიუჯეტს. კარგით, მე დასასრულისკენ უნდა წავიდე, უკაცრავად რა. 20 წამი. ერთი წამი. რაც შეეხება ბიუჯეტს, ის ადამიანები, ვინც ამ ბიუჯეტს გეგმავს, დობას არ იმსახურებენ და აღნიშნული წარმოდგენილი ბიუჯეტი დობას არ იმსახურებს. რაც შეეხება ამ ადამიანებს, მე ძალიან გულწრფელად მინდა ვთქვა, მე აღზიან ქალაქის მთავრობის წევრები, არ არის ბატონი მამუკა, მაგრამ მინდა პირდაპირ მოუწოდო, პირდაპირ ეთერში, რომ მას აქვს კანონით 1/12, რომელიც გახარჯვათ შეუძლია თვის განმავლობაში და რაც ამ ხალხს ჭირდებათ თანხა და აქ ციფრებმა გაიჟღერა მოიფიქროს, ეთილინებოს და დააფინანსოს ეს. თემურ გრიგალაშვილი ითხოვს სიტყვას, გისმენთ. მოგესალმებით, მივესალმებით ემაყურებელს. თუ არ ვაცრით ერთმანეთს, მე დავამთავრებ ისე, რომ თქვენ სიტყვას ვეღარ მოგცემთ. დიახ. რაც შეეხება ზოგადად ბიუჯეტს, მე ჩემი სუბიექტური აზრი მინდა გამოვთქვა, რომ ვფიქრობ, რომ უმრავლესობის მხრიდან არათანმიმდევრულობას აქვს ადგილი და უპასუხისმგებლობა ზოგადად და ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო, თქვენ გახსოვთ რამოდენიმე თვის წინ უმრავლესობა საუბრობდა ახალ ინიციატივაზე, კორპუსების გამაგრების თაობაზე და ბიუჯეტის მიუღებლობით საკუთარივე ინიციატივა, ასე ვთქვათ, გააუქმეს. მე მინდა უერთდი რამე ვთქვა, რომ ამ შემთხვევაში გადაწონა არა მოსახლეობის ინტერესებმა, რომლებიც ცხოვრობენ, ვთქვათ, ავარიულ კორპუსში, არამედ უბრალოდ ვიწრო პარტიულმა ინტერესებმა. და სადიხავით აქამდე, ამდენი ხანი თუ ეს ადამიანები, არა, ეს კითხვა უნდა დავსვა უკაცრავად. თქვენ ამბობთ, რომ აი ამ ადამიანებს ძალიან ჭირდებათ ბიუჯეტი, არ მტკიცდება და ასე შემდეგ. ნებისმიერი ოპონენტი და აღარ მივცემ ხა ამისთვის მათ სიტყვას. დაგისვავდათ კითხვა, სადიხავით ამდენი ხანი, რატომ არის ის გაუმაგრებელი, რატომ არის ასეთი პრობლემები? გამაგრებას მერია მაქსიმალურ თანხები ჩადოთ, თუმცა ამ შემთხვევაში როცა სასწორზე დადგა ვიწრო პოლიტიკური ინტერესები და მეორე მხარეს დადგა ხალხის პრობლემები გამაგრებასთან დაკავშირებით, უმრავლესობამ არჩია ვიწრო პარტიული ინტერესი. მე უბრალოდ ერთი რამე მინდა თქვა რა. რაც ჩვენ მოვისმინეთ ამ ადამიანების მხრიდან, ვისაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, ვისაც აქვს საცხოვრებლის პრობლემა. მე უბრალოდ ძალიან გულწრფელად მინდა თქვა, მოდით პირველ რიგში ვიყოთ მოსახლეობის და დედაქალაქის კომაგები და მე ჩვენი პარტიული ინტერესები. კარგი, დიდი მადლობა. ხათუნა ბერძენიშვილი ითხოვს სიტყვას.
მანამდე უკაცრავად მაკა გვარამია გისმენთ მაკა უკაცრავად ეს არის ბოლო ორი რეპლიკა დარბაზიდან და შემდეგ უნდა დავასრულო მე გადაცემა ძალიან გადავაც გისმენთ გისმენთ მოგესალმებით ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ინგა რომ მსგავსი ადამიანები მოიწვიეთ დღეს სტუდიაში ეს თემები მე მეხება უშუალოდ მე ვარ ჯანდაცვის და სოციალური საკითხების კომისიის თავმჯდომარე მე ამ ადამიანებთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს ძალიან ბევრ მათგანს ვიცნობ ძალიან ბევრ მათგანს დავხმარები ვარ და დღესაც ვეხმარები ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ერთმანეთთან ბევრი მათგანი დამეთანხმება ამაში და მინდა აღვნიშნო ერთი რამ ის რომ დღეს ამ ადამიანების დახმარება შეუძლებელი ეს არის დიდი სიცრუე. ბიუჯეტში არსებობს ის თანხები. ანუ იმის მიუხედავად დამხმარება თუ არ დამხმარება. 1/12 შემთხვევაში არსებობს ეს თანხები რა. კარგი იქნება, მე მინდა აღვნიშნო, რომ თუ თვითეული ჩვენგანი თვითეული ჩვენგანი იმ რაღაც კარგ ცხოვრებას მოვიკლებთ ბიუჯეტის ხარჯზე, მათ შორის მე მაქვს ახლა ერთი კარგი მაგალითი შემდეგში გადმოგცემთ ბატონებო ეს არის მერიაზე გაფორმებული მანქანა და რა ხდება რომელიც საბურთალოს გამგეობაზე ერიცხება გაარკვიეთ ვინზის ამ მანქანაზე და ვინ მოძრაობს გამგებლის მეუღლე რომელი გამგებლის მეუღლე საბურთალოს გამგებლის მეუღლე დადის ამ მანქანით აგზის საბურთალოს აისხავს ბენზინს ძალიან გთხოვთ რა ბატონებო რა ბიუჯეტს გაუფრთხილდეთ ამაში არ ვხარჯოთ ბიუჯეტი და აი შემდეგ ვისაუბროთ აი ესეთ ადამიანებს. დიდი მადლობა. მოგცემთ ეხლა ძალიან გთხოვთ. აი ორ ადამიანს დაუსავ კითხვას და თქვენ უნდა დაამთავროთ ეს გადაცემა. გია ხუროშვილია. ძალიან რთულია რომ იყო ამ გადაცემაში არ კონდეს შენი ემოცია და არ კონდეს შენი რეაქცია. პირველ რიგში არა. მე არ მომეცა. აი ამ დიდი სიძულვილით ინერვიულეთ თუ რატომ არ როგორ გეკადრებათ. აი ამ დიდი სიძულვილისა და ზიზღის ფონზე მე არ მომეცა საშუალება იმისიც კი რომ მივსალმებოდი ჩვენს ოპონენტებს და შესაბამისად ძალიან მიხარია რომ აი ასეთი სიურპრიზები ბჭყალებში ეს გახლავთ ჩემი მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მიერ გადაღებული ვადასტურებ რომ ჩემს მანქანაზე იჯდა ჩემი მეუღლე ოღონდ გადაიღო ეს სურათი გადაიღო მაკას მიერ ლობირებულმა ნუგზარ ჯაშმა და მოიტანა დღეს პროვოკაციის მიზნით არა მე კითხვა სამაგიეროდ მე კიდე მე კიდევ ერთხელ ეს ფოტო არის ჩემს მიერ გადაღებული მე თქვენ მე ძალიან კარგად კიდევ ერთხელ მინდა წარმოგიდგინოთ უკაცრავად ერთი წუთით მე ძალიან დიდი ბოდიში მინდა გადაუხადო მე თათა ერთი წუთით რა მე მიმყავს ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოუხადო იმ ადამიანებს რომლებიც საკუთარი პრობლემით არიან დღეს აქ მოსული რომლებიც გახდნენ აი ამ დიდი სიძულვილის და აი ეს ადამიანები რომლებიც გახდნენ აი ამ დიდი სიძულვილის მოწმე და სამაგიეროდ ქალბატონო მაკა მე მაქვს ძალიან ბევრი დასტური იმისა ჩვენ შემდეგი ბლოკის სტუმრები გველოდებიან მათ შორის თქვენი არაკვალიფიცირების დამადასტურებელი ძალიან ბევრი დოკუმენტი რომელიც თქვენს პირდაპირ ჩარევას შეეხება გამგეობის მუშაობაში და მათ შორის შეეხება უკვე მოგებული ტენდერების გაუქმების მოთხოვნა. აქედან გამომდინარე, რადგან თქვენ გამოგეგზავნათ პირდაპირ პასუხი, რომ თქვენ მოითხოვდით კრიმინალურ საქმიანობას გამგებლისას. აქედან გამომდინარე, არ განკვირვებია არც ერთი რეაქცია, რომელიც იყო. კარგით, აი ეხა აგზის ადამიანები. რომლებიც აქ არიან და ჩვენ დიდ პატივისცემას ადამიანებს რომლებიც ორდინებული ნაციონალური მოძრაობიდან რა გაგამწარეთ მე უნდა დავასრულო ეს ბლოკი აი ამ ადამიანებს მივცემ ხოლმე პასტა ხათუნას აი ქეთ მოიკითხეთ საიდან მოდიხარ დიდი მადლობა თქვენ ახალ 25 წლის განმავლობაში ყოფილა თქვენი გადაცემაში ეხლა მე გადაცემაში რეკლამის დროა უკაცრავ გადაცემაში რეკლამის დროა თუ შეიძლება გადაცემაში უკაცრავ ისა გია
მე არც ერთს აღარ მოგცემთ სიტყვას თამთა დემურიშვილი, ქალბატონი და ბატონი, რომლებიც არიან და ხათუნას. გისმენთ? ქალბატონი ძალიან გთხოვთ, მოусმინეთ თქვენი ამომრჩევლების საუბრობე. ერთი წუთი. მოკლედ ქალბატონო ბატონი გია იყო პარლამენტში რა და ყველა მიცის ეს ჩვენი პრობლემა. გვაცალეთ ახლა პრობლემაზე გვალაპარაკეთ. ძალიან გთხოვთ რომ მე აღარ მაქვს პრაქტიკულად. ბინაჩვენებლობა ყველა ძალიან კარგად მიცნობთ ეს მხარეც და ის მხარეც რა დღეშია ეს ხალხი ამ წლების მანძილზე. გეკითხებით ვინ დააქცია თავის დროზე დაიწყო იმავად სახსენებელმა შევარდნაძემ და დაგვანგრია ჭიაბერაშვილმა და მოყვა უგულავა. იყო თუ არა ესე? რომ ბიუჯეტში გაწერილი თანხები ჯერ კომპენსაციისთვის, შემდეგ მშენებლობისთვის, ბინაჩვენებლობისთვის ამოიღეთ, დაგვამცირეთ, დაგვარბიეთ. რა ეშველება ამ ხალხს გაგვაგებინეთ და დღეს თურმე ბიუჯეტში ჩადეთ თანხები რის ხარჯზე ქალბატონო იცი ისევ ჩვენივე ქონებას ყიდიან იმ ქონებას რომელზეც კოოპერატიული სახლები უნდა აშენებულიყო და მიყიდეს ბენდუქიძეს მიყიდეს სუპალას ვინ როგორ გადაიჭრება ეს პრობლემა დიდი მადლობა თამთას გადააწოდე ძალიან გთხოვთ შემდეგი უკაცრავად. ბოდიშის მოხდა ძალიან მოკლედ უნდა თქვა. ჩვენთვის აბსოლუტურად ძალიან გთხოვთ. ერთი თვითონ ჩვენ არა ვართ არც ერთი მხარე, ვინც აქვს ხედვართ ამ მეორე მესამე რიგში. აბსოლუტურად არ გვაინტერესებს ვისი მეუღლე რა მანქანაზე ზის. აგერ ქალბატონს რომ უყურებთ 19 წლის შვილი ონკოლოგიურ გაყოფილებაში კლინიკა ჰემაში უწევს უმძიმესი დიაგნოზით. ერთი თვის განმავლობაში თუ ეს 19 წლის გოგონა არ გაემგზავრა ტრანსპლანტაციისთვის უცხოეთში და მას არ გადაეხადა 150,000 ევრო, ეს გოგონა დაიღუპება. ისევე როგორც დაიღუპა უამრავი ბავშვი იქამდე ვიდრე ჩვენ ჟურნალისტებთან ერთად პლაკატები არ გავშალეთ და არ თქვით რომ ჩვენ გვაქვს სიცოცხლის უფლება. ბიუჯეტს რაც შეეხება. ჩვენ იყვნენ მოსულები ბავშვების სანახავად და მაშინ ვთხოვე ჩვენ რომ გჭირდება თქვენი დახმარება. მივედი მე ზაზა გაბუნიასთან და ვთხოვე შეიტანეთ ბიუჯეტში. არის ინიციატივა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების კვება ერთი და მეორე 18 წლის ზემოთ ახალგაზრდების და ძველგაზრდებისაც რა თქმა უნდა დაფინანსება ტრანსპლანტაციის რომელიც ამიერკავკასიაშიც არ კეთდება და რომელიც ანუ თამთა თქვენ ფიქრობთ რომ ბიუჯეტი სასწრაფოდ უნდა მიიღოს? ბიუჯეტი სასწრაფოდ მისაგებია ამ წუთას თუ გაინტერესებთ 4 ახალგაზრდა 3 შვილის დედა გახლავთ სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე და ერთ ვიტყვი მხოლოდ თუ თამათ ეს თანხა გადაერიცხებათ ბატონებო 80% გამოჯანმრთელების შანსი აქვს და ძალიან გთხოვთ შეგიძლიათ ჩახედოთ ამ ქალბატონს თვალებში და უთხრათ რომ თქვენ არ შეგიძლიათ მისი 19 წლის გოგონას გადარჩენა? ძალიან გთხოვთ მოეშვით ამ ჩხუბს და მიიღეთ ეს ხათუნა ბერძენიშვილი ითხოვს სიტყვას ხათუნა გისმენ და შემდეგ ვასრულებ ასევე ჩვენი თანამოქალაქის სიტყვით გისმენ ხათუნა ბერძენიშვილი გისმენთ ქალბატონო ხათუნა ინგამ დასვა ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი წუთით მუქარების გარეშე უკაცრავად თქვენ ხალხი გისმენთ ეს არის ერთი თემა რომელზეც მართლა გულწრფელად ვამბობ მე მეგონა რომ თავშეკავებული იქნებოდა ყველა მხარე ბატონო ბესო მე გითხარით კარგი ხათუნა ბერძენიშვილი კარგი მოგესალმებით ხათუნა ბერძენიშვილს ვაძლევ სიტყვას კარგით დასვა ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა რა ეშველება უკაცრავად მოусმინოთ ხაბატონ ხათუნა ცოტა ხმამაღლა თუ შეიძლება მოგესალმებით ინგამ დასვა ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა რა ეშველება იოსებ კვიჟინაძეს სამწუხაროდ ამ გადაცემის მსვლელობაში ეს ყველაზე მთავარი შეკითხვა ისე უპასუხოდ დარჩა მთელი დღევანდელი რეალობის უკაცრავად მე თქვენ არ გაწყვეტინებდით უკაცრავად მთელი დღევანდელი რეალობის ბატონო ხათუნა უკაცრავად უკაცრავად არ არის პრობლემა ცოტათი განერვიულები არიან არ არის პრობლემა ძალიან მთელი დღევანდელი რეალობის ტრაგიკომედია სწორედ იმაში მდგომარეობს რომ ძალიან ბევრი არაკომპეტენტური არაკვალიფიციური და დაპორტირებული პირი მუდმივად ცდილობს საკუთარი არაკვალიფიციური განცხადებებით საჭირო და აუცილებელი გახდეს ახალი ხელისუფლებისთვის. აქედან გამომდინარე ძალიან დიდხანს დარჩება უპასუხოდ შეკითხვა რა ეშველება იოსებ კვიჟინაძეს და ძალიან ბევრ
ამ დაგვარი პრობლემებით შეწუხებულ ადამიანს. იმიტომ რომ ამ ადამიანების ამოცანა, დავალება, მოკლედ დავამთავრებ, დღეს არ არის თბილისელების პრობლემებზე ზრუნვა. მათ აქვთ სამოქალაქო სექტორიდან ფიგურალურად მიღებული დავალება, დაშალონ მერია და შესაბამისად შეინარჩუნონ საკუთარი სკამები. ერთი წინადადებით მithore. მადლობა ხათუნა, ერთი წინადადები და ასრულებს ბატონი გიორგი. პირველ რიგში მადლობა თამთა, ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ეს ხალხი მოხვედრილიყო ჩვენს ინიციატივებში. დილით დავქცინეს და გვითხრეს, რომ ეს არის ოცნების სრულები და მე მივხვდნენ, რომ დაცინო არ ივარგებდა და შემოგთავაზეს, მოდი გავითვალისწინებთო და აღმოჩნდა, რომ ითვალისწინებენ უკაცრავად გამოთქვის, მაგრამ პოსლეზე გაყიდიან ბენდუგიცის პოლიტიკა, გაყიდიან, გამოყიდიან, მე შეავსებენ, ან ვერ შეავსებენ და მიზნად აქვს დასახული ბიუჯეტის გარღვევა და გადაბრალება ახალი ხელისუფლების. ეხლა სადმე აქვს 77 მილიონი. მე მოსახლეობას ვიმართავ. ერთი სიტყვით. წინა წელს 2013 წელს თბილისს დაუჯდა ნარჩენების შეგროვება 39 მილიონი. წელს უნდა თამაში დაახლოებით 56 მილიონი. მე 28 მილიონი დაუჯდათ ბინაჩვენებლობა. წელს უნდათ რომ დაუჯდეთ 51 მილიონი. ერთი დეტალი, ამხანაგობების დაფინანსება. წინა წელს ამხანაგობების დაფინანსება იყო 26 მილიონი. წელს 9 მილიონი. მათ შორის გლდანს უზდიან 4 მილიონი. ეს ნიშნავს იმას, რომ ესაა პირდაპირ პარტიული ამოცანების გამახილოთ თვალები, თვალებში ნაციონალური მოძრაობა. მე 7 თვეში აისახა ბიუჯეტი. ჩვენ არ ჩავარდით პოლიტიკური და ქალბატონური საჯიშგან ნაციონალურ მოძრაობას, რომელსაც მოbrunება აქვს ერთი მათქმევინა. დაასრულე და ასრულებს ამ ბლოკს ბატონი დავით გონგლიაშვილი, რომელმაც დღეს ტელევიზორში ჩვენი ანონსი ნახა, მომძებნა და მთხოვა რომ მომიყვანეო. გისმენთ მე მესმის ჩემი კოლეგების გაღიზიანება, ისინი ასრულებენ ფაქტიურად, ეხლა რაც ბატონმა ზაზა თქვა, ეს არის აბსოლუტურად 10 მილიონი. ერთი წუთი ეს იყო, მე 7 თვეში აისახა მოსახლეობის ზაზა დამთავრებინე. იშა ვიცი რომ ძალიან ხელავ პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს. მიპასუხი არ გაუზარდე. თბილისის საკრებულო ქართულმა ოცნებამ რა არის დაკვეთა, არ გაუზარდე. არჩევნებამდე სამარცხვინოთ 2 თვით შეუძლებელია არ გადაცემაში. იგნორირებული. მე ვასრულებ არ გაუზარდე. ასაგებია რომ არ გაუზარდე. კარგით, მე ვასრულებ გადაცემას. აი ასეთი არის სიტუაცია თბილისის საკრებულოში, აი ასეთი არის სიტუაცია ბიუჯეტთან დაკავშირებით. ბატონო დავით, უნდა მაპატიოთ. არა, შელიჭირი. უნდა მაპატიოთ თქვენ მე. ეს არ არის ჩემი ბრალი, ეს არის ის რეალობა, რაც ხდება თბილისის საკრებულოში. ეს ხალხი ჩაგეთქვა, ბატონებო. რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ ჩვენ დავბრუნდებით ეთერში და ეთერს განაგრძობენ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე. ამ დროისთვის დარბაზი ჩვენთან უკვე აღარ იქნება და იმედია ისინი შეაჯამებენ რა ხდება ქვეყანაში საკრებულოებში. დრო ვიხელთე რომ თქვენთვის მომეცასია. დაასრულებთ თქვენ. ამიტომ ვილაპარაკე ამდენი. მოკლედ უნდა თქვა, თორემ მე გადავაცილე. აუცილებლად შევეცდები, მოკლედ ვილაპარაკო. მე მაქვს ერთადერთი შეკითხვა. კერძოდ მამუკა ახვლედიანთან. შეკითხვის გარეშე თქვენი ერთი წუთით რა ბათქვევინეთ რა. მე მამუკა მე მგონი მიცანი არა თქვენ? ვერ მიცანით. ჭიხურების საკითხი ვერ გაიხსენეთ? 2007 წლიდან თქვენი სიმსვლეები, თქვენი ტყუილების მომსმენი ვარ დღემდე. ქალბატონის სევდიაში, გიგი უგულავაში. აი მე გეკითხებით შემოვიტანეს საბუთები, გავაფორმე, გადავიხადე გადასახადები. ბატონი ჯაბაც ამის საქმის კურსია, მე მგონი. რატომ არ მომეცით ადგილები? კარგით, იპას უკაცრავ. საერთო ერთიანობაში არა, აი ჩემი საქმის მიმართ, ერთი წუთი რა, ერთი წამით, რატომ არ მომეცით ადგილები? აი კერძოდ თქვენ გეკითხებით, მამუკა ახვლედიანს. აი ეგერა მაქვს ყველა საბუთი.
კარგით, უნდა დავასრულოთ. გადახდილება ყველაფერი გაკეთებულია პროცედურა გავლილება. ისე უცოდველი კრავივით ნუ ლაპარაკობ მამუკა. მე ვამთავრებ დღევანდელ გადაცემას. მე არ ვიცი მამუკა ახვლედიანს უნდა თუ არა რაიმე კომენტარის გაკეთება. ძალიან ცხარე იყო ჩვენი დღევანდელი დებატები. არ ვიცი ვიღაცას უნდა და რაღაცის თქმა. მე სიტყვას ვერავის ვეღარ მივცემ, მხოლოდ 1 წუთით ბძანეთ. მხოლოდ 1 წუთით და მივდივართ, გადავდივართ შემდეგ ბლოგზე. გისმენთ, ჩართულია. ანუ მინდა ბატონ ზაზას არაფერი კითხვა არ დასვა. კითხვას აუსავ შევუთხრავ იმის თაობაზე, რომ მაშინ თუ ჰაერზეა მოტანი თბილისის ბიუჯეტის შემოსავლება. ერთი წამით რა თუ შეიძლება. მაშინ ყველა სახელმწიფო ბიუჯეტი და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტები არის ჰაერზე დაგეგმილი, რომელიც დამტკიცებულია დღეს 2014 წელს. ეს არის ჰაერი, მაშინ ყველა ბიუჯეტი რომელიც გვაქვს. ჩვენი გადაცემის ეს ბლოკი, თუმცა ალბათ ეჭვი არ გეპარებოდათ, იმიტომ რომ ეს არის ის რეალობა, რაც ხდება თბილისის საკრებულოში, რა ხდება სხვა საკრებულოებში, რა ხდება საქართველოში. რამდენიმე წუთში ზვიად ძიციგურის და გიორგი ვაშაძის დებატები დაუბრუნდა.